საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ჯერ არნახული ერთობის დემონსტრირება პატრიარქის მიმართ სიყვარულმა და რწმენამ მთელი ქვეყანა გააერთიანი. 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა კათალიკოსი ბოლო გზაზე გაეცილებინათ. ამდენივე ყოველდღიურად მიდიოდა სამებაში მისთვის პატივის მისაგებად. BBC-მ დაწერა, რომ ილია მეორეს მის ბოლო განსასვენებელთან გუშინ 1,5 მილიონი ადამიანი მიაცილებდა. მოქალაქეების მდუმარე ერთობამ ბევრს იმედი გაუჩინა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაყოფისა და დაპირისპირების დასრულებასთან დაკავშირებით. თუმცა უკვე დღეს პოლიტიკური ურთიერთბრალდებები განახლდა. განხილვის საგანია არა მხოლოდ მომავალი პატრიარქის არჩევისა და ამ პროცესში პოლიტიკური გავლენების საკითხი, არამედ დაკრძალვის ცერემონიაც, სადაც ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ასევე ბევრს, ასე ვთქვათ, მოეშალა, შეიძლება ითქვას, რომ მოეძალა უფრო სწორედ პოლიტიკური ცდუნება იმ ხალხის გულის მოსაგებად, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალებიდან დღემდე საკუთარი ერთობით უდიდესი ძალის დემონსტრირება მოახდინა. პირდაპირ და მოურიდებლად ვიტყვი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მხარე ისურვებდა საკუთარ მხარდამჭერთა რიგებში ამდენი ადამიანი ენახა. არადა რამდენმა გაიარა გუშინ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, სადაც დიდი ასოებით სულ 3 სიტყვა ეწერა: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. პატრიარქმა ფაქტობრივად მზარ რეცეპტი დატოვა ადამიანების გულისკენ მიმავალი გზისა. თუმცა რამდენი გაითვალისწინებს ამას და მიიღებს არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ ნებისმიერ ადამიანს გულისხმობ, ეს უკვე ალბათ მომავლის საკითხია. გია ხუხაშვილი, ექსპერტი გვერდება. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მართლაც ქართულმა ხალხმა უპრეცედენტო გლოვა და ერთობა აჩვენა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი დღეს უფრო მეტი ინტენსივობით ისმის შეკითხვა, რა იქნება ხვალ პატრიარქის გარეშე, ვინ შეძლებს ატაროს ისოდენ დიდი ჯვარი, რაც პატრიარქმა ატარა თითქმის 9 საუკუნის განმავლობაში. ხო, პირველ რიგში იმას რაც ხდებოდა გუშინ, ხო და ეს იყო ნამდვილად ესე რომ ვთქვათ ისტორიული მომენტი ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ისტორიული მიუხედავად იმისა, რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს, ხო, ნეგატიური თუ პოზიტიური, არავინ არ იცის, ხო, აბსოლუტურად ბუნდოვანია სიტუაცია. მე ერთიანობას ამას არ დავარქმევდი, საერთოდ მიმაჩნია, რომ ესეთი განმარტება, განსაზღვრება იმას, რაც გუშინ ხდებოდა, აბსოლუტურად არ მიესადაგება, იმიტომ რომ გუშინდელი დღე ეს იყო პოლიტიკის მიღმა, ხო, პოლიტიკის მიღმა, ანუ წუხარებაში ერთჯერადი ერთიანობის, ეგრეთ წოდებული ერთიანობის სახე ქონდა, საერთოდ ესე ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მტრებიც კი ხვდებიან, ესე რომ ვთქვათ, ჭირისუფლის, ესე რომ ვთქვათ, პანაშვიდებზე თუ დაკრძალვაზე, ხო, ასე რომ ერთიანობა ეს გადაჭარბებული შეფასება და რაღაც იმედი გაჩნდა და ასე შემდეგ. მოწოდებებიც გაისმა ბატონო გია, ჩვენ ვნახეთ ხომ პოლიტიკოსების განცხადებები, ვინც ამბობდა, რომ აი ეს ერთიანობა რომ მივმართოთ ახლა ხელისუფლების შესაცვლელად, შედეგის იმედი უნდა გქონდეს, ანუ მათ თვითონ გააჩინეს ეს. რანაირად უნდა მიმართო, იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად ეს ხო გუშინდელი დღე, ეს ხო ესე რომ ვთქვათ, რაღაც პოლიტიკის ნაწილი არ იყო, ხო? იქ ყველა იქ ვინც მივიდა თავის ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკურ პლატფორმაზე დარჩა, ხო? ეხლა გუშინდელმა დღემ ვინმე შეაცვლევინა რამე ამის ილუზია, თავის პოლიტიკური შეხედულებები ან თავისი პოლიტიკური გემოვნება, ეს ხო ესე არ ყოფილა, ხო? ეს იყო მწუხარების, საერთო ეროვნული მწუხარების დღე, უდაოდ უდიდესი პიროვნება გარდაიცვალა და პრინციპში
ეს ეროვნული დრამა იყო, ეროვნული ტრაგედია იყო გარკვეულწილად და ყველამ პატივი მიაგო მიუხედავად თავისი პოლიტიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური გემოვნებისა თუ ესე რომ ვთქვათ, მათ შორის თუნდაც რწმენისა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მუსულმანიც და ბევრი ესე რომ ვთქვათ, კათოლიკე, ებრაელი თუ ასე შემდეგ, ხო, ყველა განიცდიდა გუშინდელ დღეს, ასე რომ აი ამ კუთხით, ამ პრიზმაში მე გუშინდელ დღეს არ დავინახავდი, ხო? გუშინდელი დღე არის გარდამტეხი დღე, გარკვეულწილად საქართველოს ისტორიაში, რატომ? იმიტომ რომ და პირიქით მე ვიტყოდი, ხო, ერთიანობას პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის ეს პირიქით, ხო, ერთიანობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ პატრიარქი გარკვეულწილად იყო პიროვნება, რომელიც აი ამ ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბატალიებში ახერხებდა რაღაცნაირ ლავირებას, ანუ ისევ და ისევ ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ესე მშვიდობის მყოფელის როლს თამაშობდა. ეხლა მისთი თანაზომადი ფიგურა დღევანდელ საქართველოში, ვისაც შეუძლია ხო ესეთი რა შერიგებისკენ მოწოდება, დიალოგისკენ მოწოდება, აღარ დარჩა არავინ. ხო ეს იყო ბოლო ავტორიტეტი შეიძლება ითქვას ამ ქვეყანაში და ამ კუთხით მე ვიტყოდი, რომ მშვიდობა ესე რომ ვთქვათ, რაღაც ერთიანობა კი არ ესე რომ ვთქვათ, ერთიანობის მოლოდინი კი არ გაჩნდა, ხო? ერთიანობას კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრებაო, თქვენ ახლა აღნიშნეთ. სხვათა შორის აი ცოტა ხნის წინ სიონში, სადაც სასუფეველი არის კათოლიკოს პატრიარქის, იყო მისული მეუფე შიო, ჩაატარეს საეკლესიო წესით, ასე ვთქვათ, რა ვიცი, პარაკლისი, რასაც იხდიან ხოლმე დაკრძალვიდან მეორე დღეს და იქვე ქადაგება ქონია. აღნიშნა კიდეც, რომ ეს ქადაგება არ იყო დაგეგმილი და ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რაც ასე ჩამრჩა, მან თქვა, რომ აი ამ ერთიანობას ახლა უნდა შენარჩუნება და თქვენ პირიქით შიშობთ, რომ შესაძლებელია ეხლა კიდევ უფრო მეტად გაჭირდეს ამ ერთიანობის შენარჩუნება. მეუფე შიო, ხო, ნუ ეხლა შეიძლება ძალიან ესე რომ ვთქვათ, ჭკვიანი ადამიანია, ხო, თუმცა მას არ აქვს ჯერ ესე რომ ვთქვათ, ეკლესიის წინამძღოლის ისა რა ქვია, არც სტატუსი აქვს და არც გამოცდილება აქვს შესაბამისი და არც იმ დონის ავტორიტეტია, რაც ილია მეორე იყო. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ სიტყვებია ჯერჯერობით, მეტი არაფერი არ არის. კი ბატონო, ამ სადღეგრძელოს ეხლა საქართველოში ბევრი ამბობს, ხო? მათ შორის შიოც ამბობს, ეხლა არაფერი განსაკუთრებული მას ამით არ უთქვამს, მაგრამ პირველ რიგში იმისათვის, რომ შენ სიტყვას სიმძიმე და წონა მიეცეს, ხო, შენ ჯერ ავტორიტეტი უნდა შეიძინო შესაბამისი. ჩვენ ის არ ვიცით, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, ხო? ეხლა გასაგებია, რომ ესე რომ ვთქვათ, მეუფე შიოზეა საუბარი, მაგრამ ხო, თქვენს კიდეც რომ ეს არის რეალურად ანდერძი, ის რომ თავის სიცოცხლეში ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოს პატრიარქმა ის დაასახელა თავის მოსაყდრეთ. ნუ, ეხლა მოსაყდრეთ კი, მაგრამ მოსაყდრე რო დაასახელა, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ რამდენადაც მესმის ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ხო? 40 დღის შემდეგ კიდე რა მოხდება საპატრიარქოში რა, ესე რომ ვთქვათ, ძალთა გადანაწილება იქნება, ჩვენ ვიცით, რომ გადაწყვეტილება სინოდი იღებს, ხო? სინოდი იღებს, ეხლა ეს ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ აი თანამოსაყდრე დანიშნა ავტომატურად არ ნიშნავს მის მემკვიდრეთი დანიშნავს, ხო და რაღაც სხვა ინტერპრეტაციები მიეცეს. ეს პროცესი ჩვენ წინ გვაქვს, ხო, ეხლა ესე არ არის, რომ ეხლა შიო უკვე პატრიარქია საქართველოსი, ხო? საქართველოს ეკლესიის. თუმცა მე პირადად ეხლა არ არის ეს ჩემი საქმე, რომ მე ეს ვარჩიო, თუმცა ეს არ ამგონია, რომ ესე მარტივი პროცესი იყოს და ესე ცალსახად ჩანდეს. კი ბატონო. აი სირთულე რაშია, იმიტომ რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც თქვა, რომ ახალი პატრიარქის არჩევა ეს იქნება რეალურად სპეცოპერაცია და ხელისუფლების გავლენებისგან არ იქნება ეს ყველაფერი ეს მსუბუქად ვამბობ. თავისუფალი. მე რა არის იცით, საერთოდ მე ეხა ძალიან რთულია ჩემთვის ხო ამ თემებზე ლაპარაკი, ძალიან ფაქიზი თემებია, ბუნებრივია, ხო, მაქსიმალურად
კორექტულად შევეცდები და ესე რომ ვთქვათ, დიპლომატიურად ამ თემაზე ვისაუბრო, ჩვენ გვესმის, რომ ეკლესია, ქართული ეკლესია, როგორც უპირობო ავტორიტეტი ჩვენ ქვეყანაში, ხო, ბოლო წლებში განსაკუთრებით, როდესაც პატრიარქი უკვე როგორც ჩანს, იმდენად ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, ხო? იქ გარკვეული პრობლემები იყო, ჩვენ ამას ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის პოლიტიკური მიკერძოებულობაც იცნობდა, ისმოდა, პოლიტიკაში ჩარევა ძალიან ბევრი მეუფის მხრიდან, ხო, ძირითადად ხელისუფლების სასარგებლოდ, ხო, სხვა გამონათქვამები. მე არ მგონია პატრიარქი ეს არ იყო პატრიარქის ხელწერა, ეს ჩანდა ძალიან კარგად. ძალიან კარგად ეს იყო, ესე რომ ვთქვათ, სხვა იერარქების მხრიდან რაღაცის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. ან თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკა უფრო დიდი დოზით ერევა ეკლესიაში, ვიდრე ეკლესია პოლიტიკაში? ნუ რა არის, იცით, არა ეკლესია პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდა. პოლიტიკას ყოველთვის იყო პოლიტიკა მიდრეკილი ეკლესიაში. ეკლესიაზე პარაზიტირების, ეკლესიის ავტორიტეტზე პარაზიტირებისკენ შეიძლება ითქვას, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ყველას კარგად გვესმის, ეკლესია სანამ პატრიარქი მხნეთ იყო, ხო, მაქსიმალურად დისტანცირებული იყო ამ ყველაფრისგან, მაგრამ აი ბოლო წლებში უკვე ტენდენცია გამოჩნდა პოლიტიზირების ეკლესიის, ხო, სხვა იერარქების მხრიდან, მე არ მინდა ეხლა მთლიანად ეკლესიაზე ვილაპარაკო, ესეთ პოლიტიკური ჩარევები, ქადაგებაშიც მათ შორის ხო ისმოდა მოწოდებები და ამ შემდეგ, ანუ ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები გარკვეული იერარქები, მე არ მინდა ეხლა მათი გვარების დასახელება, ხო? აქ გარდა ამისა პრობლემა გახლავთ ის, რომ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტი გამოვლინდა, ხო, მათ შორის სხვა ცოდვებთან დაკავშირებით, მოით ამ ტერმინოლოგიას გამოვიყენებ, ხო, მომხვეჭელობა, ესე რომ ვთქვათ, რაღაც საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა და ამ შემდეგ, რაც აგრეთვე შემოვიდა ეკლესიის ცხოვრებაში, რაც აგრეთვე ძალიან არასასიამოვნო მომენტი იყო. ხელისუფალი ამით ძალიან კარგად სარგებლობდა, ეხლა ჩვენ ვიცით ჩვენი ხელისუფლის ბუნება, მას ის გარკვეულწილად ეს კოგნიტური დისონანსი ჰქონდა ეკლესიის მიმართ ყოველთვის, ხო? ერთის მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფალი ვერ იტანს ავტორიტეტებს, ხო? მას თუ არა აქვს მორალური უპირატესობა ვინმეს მიმართ, ხო? ის ძალიან არაკომფორტულად გრძნობს თავს და ცდილობს, რომ მოახდინოს მისი კომპრომეტირება, ანუ მორალური უპირატესობა მიიღოს და ესე რომ ნებისმიერი სხვა ალტერნატიული ავტორიტეტი გაანადგუროს, მათ შორის ეკლესიის, მათ შორის პატრიარქის თუნდაც, ხო? რატომ? იმიტომ რომ კონკურენტად მიიჩნევს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეკლესიის ავტორიტეტზე პარაზიტირება პოლიტიკური შედეგის მიღებაში ეხმარებოდა, ხო? ანუ აი ეს ესე რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივი მდგომარეობა ყოველთვის არსებობდა. ეხლა დღევანდელ სიტუაციაში გამომდინარე იქიდან, რომ მე ვეჭვობ, რომ ხელისუფალს აქვს გარკვეული მექანიზმები, ხო? გარკვეული რაოდენობის იერარქებთან დაკავშირებით, ანუ წმინდა სინოდზე გავლენის მოხდენის მექანიზმები? ნუ მე ვფიქრობ სერიოზული მექანიზმები, თუ გადამწყვეტი არა. იმიტომ რომ აი ამ საკუთარი კეთილდღეობის ბიზნა ივანიშვილი ნახეთ როგორ ექცევა ადამიანებს, მათ აძლევს საშუალებას რომ შევიდნენ ცოდვაში, საერო პირებსაც ეხებათ ეს საჯაროებს, ხო? აი იგივე ყარიბაშვილს გავიხსენებდი, ლილუაშვილს გავიხსენებდი, ხო? შეუქმნის ილუზიას, რომ შეუძლიათ ყველაფერი აკეთონ. ესენი იწყებენ შოვნას, ეს კომპრომატი დოსიეს სახით გროვდება და ეს არის მე მექანიზმი მართვის, ხო? მართვის და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელთა მიმართებაშიც ასეთი ტიპის ბერკეტები ხელისუფალს დოსიეების სახით ჰქონდეს, ხო? ანუ თქვენ როდესაც მეკითხეთ, რომ ანუ ჩვენ ცალსახად ხომ ამას
ბევრი ასე ვთქვათ, შეფასებას არ ჭირდება, პოლიტიკური ერთობა ქვეყანაში არ გვაქვს. არათუ პოლიტიკური ერთობა, არც უნდა გქონდეს, გვაქვს უკიდურესად პოლარიზებული გარემო და დაპირისპირება სწორედ ამ ნიადაგზე, რომელმაც ოჯახებში შეაღწია უკვე. თქვენ თქვით, რომ ახლა ემუქრება ერთობას რწმენაში საფრთხე. ანუ როდესაც ამ საფრთხეზე საუბრობთ, მიზეზ დგას, ხო? ხო, საიდან მოდის ეს საფრთხე? ხელისუფლება არის ამ საფრთხის საფუძველი და პირველ წყარო? ხელისუფლება, აი დააკვირდით როგორ ხდება, ხო? ეხლა აი თუნდაც ეს პოლემიკა რომ მიდიოდა, ხელისუფლება მუდმივად პარაზიტირებს ერთის მხრივ ვერ იტანს ავტორიტეტებს, ალტერნატულ ავტორიტეტებს თავის გარდა ის უნდა იყოს ერთ-ერთი ავტორიტეტი ამ ქვეყანაში, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ თუ ვინმე ავტორიტეტები შემორჩენილია, ყველაზე პარაზიტირებს, ანუ მათ ავტორიტეტს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ხო? მათ შორის პირველ რიგში პატრიარქის და ეკლესიის. შესაბამისად, აი ნახეთ, აი ამ გაყოფის და აი ამ სიძულვილის ენის ინიციატორიც ხელისუფალია, იმიტომ რომ აი თქვენ ხედავდით ხო ამ დღეებში რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, თუნდაც კრიტიკულად განწყობილი მედიები, რამდენად კეთილგანწყობილები იყვნენ პატრიარქის მიმართ, ხო, აი როგორ პატივისცემით საუბრობდნენ მასზე, მის როლზე ამ ქვეყნის ისტორიაში, ხო? ანუ და ხელისუფლება ამაზე ბრაზდებოდა, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ხელისუფალი თulis რომ ეს მისი ექსკლუზივი იყო და თუ ვინმე სხვა გაბედა და პატრიარქზე ერთი-ორი კეთილი სიტყვა თქვა, ყველა ამის მიწაში ჩააყოლეს, ხო? და რა არ ეძახეს. ამიტომ არ მიიპატიჟეს, ასე ვთქვათ, პროცესიაზე დასასწრებად არც ოპოზიციის წევრები და ნაწილი ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ გახარიას წევრებისთვის. წარმოიდგინეთ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას რომ ვიღაცა არ მიუშვას, გავანებოთ თავი პატრიარქს, ხო? ვიღაცის პანაშვიდზე დასაფლავებული. არა, არ მიუშვას არ იქნება სწორი, მათ შეეძლოთ რიგით მოქალაქეებთან ერთად შესულიყვნენ პატრიარქის პანაშვიდზე და პატივი მიეკოთ. აქ საუბარია უშუალოდ პროცესიაში მონაწილეობაზე და რატომ არის პროცესიაში მონაწილეობა ხელისუფლების ექსკლუზივი? მე ეს არ მესმის, აი რატომ შეიძლება იყოს, ხო? აშუის ფრაზა მახსენდება, მისი აღმატებულება რო ჩამოთვალა, მისი აღმატებულება პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილიო, ესე იგი ბიძინა ივანიშვილის სტატუსია, თუ სახელი და გვარია, ვერ გავიგე. ეს მე მგონი მსოფლიო პატრიარქის ტექსტში იყო და შემდეგ ასე ითარგმნა. შემდეგ რამდენადაც ვნახე, იყო დაკონკრეტებული, რომ მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე კი, მაგრამ ნუ როგორ შეიძლებოდა ესე წაკითხვა ამის, ხო? ეხლა კაი, გასაგებია, მსოფლიო პატრიარქმა ეს შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ვიღაცამ ხო თარგმნა, ვიღაცამ ხო წაიკითხა ეს, ხო? ეხლა ამდენი ჭკუა არ უნდა ქონდეს. აქაც მოვისმინეთ არგუმენტები, რომ მას უდიდესი წვლილი აქვს სამების მშენებლობაში და მეტიც თვითონ პატრიარქმა თუ არ ვცდებით ტიტულის, ასე ვთქვათ, ტიტულიც მიანიჭა მას. არა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მისი აღმატებულება ეს არის, ეს ხო არ არის ჩვეულებრივი ფრაზა, ხო? ეს არის, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული პროტოკოლური ფრაზა. პროტოკოლური ფრაზა. მისი აღმატებულება რო არ თქვა და მის ღვაწლზე რო ელაპარაკა, რაც აბსოლუტურად დამსახურებული იქნებოდა, მე ამაში გეთანხმებით, ხო? ღვაწლზე, ხო, დიდი პიროვნება, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, 1000-ნაირი ქებადიდება შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწორი, აი დაიწყეთ საუბარი იმით, რომ ზოგადად ასე ვთქვათ, ასეთი მძიმე შემთხვევები, ჭირი, რასაც ვეძახით ხოლმე, ხომ? ჭირში თანადგომაო ქართველები, მტრებსაც კი ცოტა ხნით თავის მტრობას დავიწყებს და მოყრებს ხოლმე, აი ცოტა ხნით, სანამ ეს სამგლოვიარო დღეები ჩაივლის. ცუდია თუ კარგია, ხო, ეხა სწორი იქნებოდა რომ მიეპატიჟებინათ სალომე ზურაბიშვილი, სწორი იქნებოდა რომ გიორგი მარგველაშვილი იყო. მე მეცაც გეტყვით, სააკაშვილი ეხა იცით ჩემი დამოკიდებულება მისდამი, მაგრამ ბიჭო, გასაგებია რომ ციხეში ზის, გასაგებია რომ მიუღებელია, გასაგებია რომ ეხა მეც ესე რომ ვთქვათ, მაღალი წარმოდგენის ბილად რომ ვთქვათ, არა ვარ სააკაშვილზე, მაგრამ ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი ბევრი წლების განმავლობაში, ხო, რომელიც ტანდემში პატრიარქთან ერთად რაღაცას აკეთებდა, ხო?
და ისიც რომ მოეყვანათ იმ იმაზე ვერ გავიგე რა იქნებოდა რა საშინე რა მოხდებოდა ესეთი მით უმეტეს რომ აცხადებენ რომ უსაფრთხოების პრობლემა არ იქნებაო არა მაშინ ხო მაშინ უნდა მიიყვან მაგ ლოგიკით მაშინ უნდა მიიყვანათ ირაკლი ღარიბაშვილით იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან დიდი ბოდიში ღარიბაშვილი ყველა მის რომ ამ ქვეყნის პირველი პირი არასოდეს არ ყოფილა ეს იყო ფოსტალიონი ხო ისე როგორც დღეს ის არის რა ქვია კობახიძეა ფოსტალიონი ჩვენ ლაპარაკობთ რეალურ მმართველებზე რეალურ პრეზიდენტებზე გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი ხო ინსტიტუციური პირველი პირები იყვნენ ხო იგივე მიხეილ სააკაშვილი რა პრობლემა იყო ვერ გავიგე იგივე ზვიად გამსახურდიას მეუღლე რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თუ მისაღები კი მიეწვიათ მივიდო და არ მივიდო და მის საქმე იყო ხო იმიტომ რომ ამ ადამიანს ეს პატრიარქი ხო ლაიტ მოტივად გასდევს საქართველოს ისტორიას კაცო მისი თითქმის ნახევარი საუკუნე ხო ეს მართლა მძიმე ჯვარი ჩვენი ცოდვების მძიმე ჯვარი ატარა 50 საუკუნე ხო და ამით დამძიმებული ყველა შეუნდო და ამით ჩვენი ცოდვები დამძიმებული წავიდა ხო სასუფეველში ხო და ვერ გავიგე ეხა ის ხალხი ვისთან ერთადაც მან ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა ავად თუ კარგად და ან მათი მემკვიდრეები სიმბოლურად თუნდაც ხელისუფლებები ხო მაგრამ ალბათ გასათვალისწინებელია რა განცხადებებს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ამ დღეების განმავლობაში პატრიარქის გარდაცვალებიდან დღემდე ის პირდაპირ ამბობდა რომ თუ კი ვინმე ვძულდითო ბიძინა ივანიშვილს მე და პატრიარქიო ამ სიტყვების შემდეგ ცოტა უფრო მაღალი რისკის შემცველია ასეთი ადამიანის მიყვანა საჯაროდ რათა ანუ შესაძლებელია ხა რაღაცა უფრო პოლიტიკური ელფერი მიეცეს შემდეგ აი ამ სამგლოვიარო პროცესიას არ მეთანხმებით არავითარ შემთხვევაში თვითონ მათ გამოაცხადეს თუ არ მეშლება ანზორ ჩუბინიძემ თქვა რომ არანაირი პრობლემა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ არისო ხო რა ელფერი უნდა მიცემოდა ეხა პატიმარს მიიყვანდნენ არა პირზე ხელს ხომ ვერ ააფარებდნენ თუ ის დავუშვათ პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენებდა ვერ თუნდაც რაღაცა ეთქვა ეხა რა ჯერსეთი იმდენი ჭკუა ეყოფოდა რომ სამძიმარზე ეხა იქ პოლიტიკურ განცხადებებს არ დაიწყებდა ხო მე არ ამგონია რომ იქ რაღაც პოლიტიკური განცხადებები დაეწყო ამის მისულიყო მას ამდენი ჭკუა აქვს ხო და თუნდაც რამე ეთქვა რა არო პირიქით ეს აჩვენებდა ხელისუფლის დიდ სულოვნებას ხო რომ ის მაღლა დგას ამ პოლიტიკურ პროცესებში თქვენ გახსოვთ ჩვენ ვიყავით უდიდეს დაპირისპირებაში სააკაშვილთან 2011-2012 წლებში ხო ჩვენ მაშინ ერთად ვიყავით იცით რომ ივანიშვილთან ერთად ვიყავით ხო მაშინ შედგა აი მაშინ იყო მტრობის პიკი თუ იყო პოლიტიკური იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ფიზიკური საფრთხის ქვეშ ვიყავით მაშინ პატრიარქთან შედგა მათი შეხვედრა რა მოხდა დაიქცა ქვეყანა მაშინ შეგიძლიათ ეს შეხვედრა უფრო დეტალურად გაიხსენოთ ბატონო გია იმიტომ რომ აი ძალიან ბევრს მე არ ყოფილა რა შეხვედრაზე რომ მე ხა თვითონ შეხვედრაზე გესაუბროთ მაგრამ თქვენ იცით გახსოვთ ალბათ კი ბატონო კი არის ცნობილი შეხვედრაა და ამ შეხვედრის ამსახველი ძალიან ბევრი ვიდეო მასალა იყო იქ რაღაც დეტალები მაგრამ მე არ მინდა ეხა ჭორაობს როცა საუბრობთ ნახეთ პატრიარქის ღვაწლზე ხომ ძალიან ბევრს საუბრობთ ანუ მის უნარზე რომ არამხოლოდ დავუშვათ კაცთმოყვარე ყოფილიყო არამედ სრულიად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების რაღაცნაირად ერთ სივრცეში მას უკავშირდებოდა ხოლმე ანუ და ის იყო უპირობო ავტორიტეტი ყველასთვის, ყველა მხარისთვის, ხო? მიუხედავად რა პოლიტიკური მიმდინარეობას მას შეეძლო მტრები დაესვა ერთმაგიდასთან. და ზუსტად ამაშია დღევანდელი ჩვენი პრობლემა, რომ ის აღარ არის. და შიო რამდენად გახდება ესეთი ფიგურა, არავინ არ იცის, მით უმეტეს ეხა ძალიან ბევრი უკვე ნეგატიური რაღაცები მოდის რა მის კავშირებზე რუსეთთან და ამ შემდეგ ხო და ეხლა თუ ეს ინფორმაციის ნიაღვარი წამოვიდა რანაირად შეიძლება ის გახდეს რა გამაერთიანებელი ფიგურა ვერ გახდება ხო იმიტომ რომ ამ ქვეყნის ნახევარზე მეტი ანტირუსია ხო ანტირუსი კი არ არის კაცო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგია და თუ ეხლა ეს ინფორმაცია რაიმენაირად დადასტურდა რომ მას რაღაც კავშირები აქვს რუსეთთან რანაირად შეიძლება ის გამაერთიანებელი გახდეს ამ ქვეყანაში
რანაირად შეიძლება მან ესე რომ შეცვალოს პატრიარქი, ხო? ხო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მისი დღევანდელი ქადაგების მთავარი ფრაზა სწორედ ეხებოდა აი ამ ერთობის შენარჩუნების სურვილს. სხვათა შორის, აი ბატონო გია ერთი კიდევ ძალიან საინტერესო სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორეა, კაცო, სურვილი ყველას აქვს. 90% საქართველოს მიაჩნია დარწმუნებული რომ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებდა საქართველოს ტერიტორიებსაც დაუბრუნდებოდა. ესეთია ყველა ქართველი, ხო? შიოც ქართველია, რა მოხდა ეხლა? ეს სურვილებია. სურვილებს დადასტურება უნდა რეალური ავტორიტეტით და ეს ავტორიტეტი მას ჯერჯერობით არა აქვს, რაზე საუბრობთ საერთოდ რა? ასე ვთქვათ, დიალოგის დაწყების მცდელობა. ეს თემაც გააქტიურდა სწორედ აი ამ გლოვის დღეების განმავლობაში. აი ამ სახალხო ერთიანობის ფონზე დღეს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების კვალდაკვალ, რომ შესაძლებელია ერთობა არსებობდეს რწმენაში, მაგრამ არა პოლიტიკაში და ამ განცხადების ავტორი სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები არიან, საბოლოოდ ასე ვთქვათ, გადაწურა თუ არა რაიმე მოლაპარაკების დაწყების იმედები. არა, ნუ ეხა ხელისუფლების ამოცანა არც არასოდეს არ ყოფილა გაერთიანება, პოლიტიკური დიალოგი იყო. პოლიტიკურ დიალოგს ისინი აწარმოებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ ის გადაწყვიტონ თვითონ სარგებლის მისაღებად. და პოლიტიკური დიალოგი იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ყავს ქვეყანაში, ხო ესე დიალოგის წარმოება უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო? დიალოგის დაწყება შეიძლება რა თქმა უნდა ერთსაც უნდა ელაპარაკო და რა თქმა უნდა აუცილებელია ხო რაღაც ტიპის დიალოგი, მაგრამ რაღაც წინაპირობით ხო ეხლა სანა პოლიტპატიმრები ციხეში არიან, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ხელისუფლებასთან ლაპარაკი. მათ უნდა აჩვენონ, უნდა გადადგან ეს პირველი ნაბიჯი, პოლიტპატიმრები გამოუშვან და აი ამ პლატფორმაზე შეიძლება შეიქმნას გარკვეული საფუძველი მოლაპარაკებებისა. თუნდაც პატრიარქი რო გარდაიცვალა ეხლა ხო მის პატივსაცემად როგორც ამ ქვეყნის გამაერთიანებლის როგორც ესე რომ ვთქვათ შემდობი პიროვნები მის პატივსაცემად მაინც რაღაცა ამნისტია გამოეცხადებინა და ეს ბავშვები გამოეშვა ციხიდან რა. ეს ამ ტიპის მოწოდებებიც ისმოდა, კი ბატონო, ამ ტიპის საჯარო მოწოდებებიც ისმოდა ხელისუფლების მისამართით, რომ სწორედ პატრიარქის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ქადაგების პატივსაცემად, როდესაც ის ქადაგებდა, რომ ადამიანი, ჰუმანურობა, სიყვარული, სწორედ მისი სახელის უკდავსაყოფად ხელისუფლებას შეეძლო ასეთი ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ანუ ამ საკითხშიც ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, მოლოდინები არ უნდა არსებობდეს და მე ვერ ვხედავ, რა არის იცით, ხელისუფლებას მთელი თავისი მოღვაწეობა დაპირისპირებაზეა გაწყობილი, ხო? აწყობილი, ანუ ისინი ხელისუფლებას მუდმივად აქვს ნეგატიური დღის წესრიგი. ნეგატიური დღის წესრიგით მიდის და აშენებს რუსული ტიპის ეგრეთ წოდებულ სუვერენულ დემოკრატიას, რაც რეალურად არის ავტორიტარული რეჟიმი, ხო? ამას აშენებს ახლა მთელი მათი საკანონმდებლო ცვლილებები და ამ შემდეგ ხო ამ რეჟიმის მშენებლობისთვის არის მიმართული. მიმართულია იქითკენ, რომ მთლიანად უნდა იქნას გაკონტროლებული როგორც საზოგადოებრივი პოლიტიკური, ასევე სოციალ-ეკონომიკური ცხოვრება. ამ მიმართულებით მიდის და ბუნებრივია ახლა პოლიტიკურ დიალოგს ის აწარმოებს მხოლოდ ხალხის ძალასთან, ხო, რომელიც ამ ჯიბიდან ამოიღო და მეორე ჯიბეში გადაიტანა, ხო? რა თქმა უნდა, ესე მუშაობს რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატია, ის რეალურ ალტერნატივას, რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას არ ცნობს. აქედან გამომდინარე, ეხა ილუზია იმისა, რომ ეხა ისინი დაჯდებიან და ვიღაცაზე მოლაპარაკებებს გამართავენ და რაღაცას გააკეთებენ, არ უნდა გქონდეს არავის. მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა, რომ მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში. პატრიარქის გარდაცვალებით ერთის მხრივ ხო რაღაცა წინააღმდეგობრივი შეგრძნებები აქვთ ეხა ხელისუფლებაში მყოფებს, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, ბოლო ავტორიტეტი აღარ არსებობს ამ ალტერნატიული ავტორიტეტი, ანუ მათ უკვე
აბსოლუტი აქვთ, ხო, აბსოლუტურად დომინირებენ ამ ქვეყნის ცხოვრებაზე, ხო? პატრიარქი მაინც იყო, ესე რომ ვთქვათ, პოლიუსი. არა დაპირისპირების თვალსაზრისით, არამედ უპირობო ავტორიტეტი, რომელსაც მათზე მეტი ძალა ჰქონდა. ისიც აღარ არის. ერთის მხრივ, ესე რომ ვთქვათ, მათ ირწმუნეს ახლა აბსოლუტური ძალაუფლების პატრიარქი აღარ არის, მაგრამ მეორეს მხრივ მათაც გაუჩნდათ შიშები, იმიტომ რომ რა მოხდება ეკლესიაში ამის შემდეგ არიციან და რამდენად შეძლებენ ეკლესიის უკვე გამოყენებას საარჩევნოდ, როგორც არაერთხელ გამოუყენებიათ, ხო? აი, აქ აქვთ კითხვები, ამიტომ აი ეს წინააღმდეგობრივი შეგრძნებები აქვთ ახლა. მადლობა გია ხუხაშვილს ექსპერტი საუბრობდა ჩვენს ეთერში გიორგი სიორიძე ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა მოგესალმებით ბატონო გიორგი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის სამების საკათედრო ტაძარის შემდეგ ფაქტობრივად ხალხის ნაკადი არ წყდება სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მიდიან ადამიანები იმისათვის, რომ უკვე თავის საბოლოო განსასვენებელში მიაგონ პატივი კათოლიკოს პატრიარქს. დღეს ძალიან ბევრი სვამსამ შეკითხვას, რომ შესაძლებელია თუ არა ეს ერთობა რწმენაში, ხო, პატრიარქის მიმართ სიყვარულსა და ნდობაში ჩვენ რაღაცნაირად ვაქციოთ ერთობად, რომელიც შესაძლებელია ქვეყნის ინტერესებს მოემსახუროს. აი, საინტერესო პოლიტიკოსები როგორ უყურებენ ამ საკითხს. მოგესალმებით და რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ მე მთელ საქართველოს ილია მეორის სულიერი მამის გარდაცვალებას. აგრეთვე ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს, ხო, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების საპატიო პატრიარქის ფილარეტის გარდაცვალებას ეს ცალკე სიმბოლური თითქოს ამბავია ორი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის პატრიარქი ერთდროულად წავიდა ამ ქვეყნიდან, ერთდროულად განისვენეს და ერთ დღეს იყო მათი დაკრძალვაც. მე აქვე მინდა მოვიკითხო ყველა სინდისის პატიმარი ამ ქვეყანაში, რომელთაც არ მიეცათ შესაძლებლობა რომ გამოუშვიდებებოდნენ ილია მეორეს, თუმცა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დარჩა მაინც ისე, რომ ვერ მოახერხა მიუხედავად მრავალსაათიანი რიგში დგომისა, ახლოდან მაინც ენახა ილია მეორის ნეშტი. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო სანახავი იყო ეს ყველაფერი ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ჩვენ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი იყო სამგლოვიარო, ამაში იყო ძალიან დიდი ესთეტიკაც, რაღაც საოცარი გულწრფელობა, არ ვიცი, ვინც ეკრანებიდან უყურებდა თუ ვინც იქ იმყოფებოდა, ამისი განცდა ალბათ ყველას შეეძლო, როგორ შეუძლია ქართველ ხალხს გამოიგლოვოს, დაიტიროს ყველაზე დიდი ფიგურა, ხო, ჩვენი თანამედროვეობის, არა მხოლოდ სულიერი, არამედ ისტორიული ფიგურა, რომელიც არა მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის და არა მხოლოდ მორწმუნეთათვის იყო ავტორიტეტი. ესეთი რამ ჩვენ კარგახანია არ გვახსოვს. ხო, მე პირადად მახსოვს ძალიან მრავალი დაკრძალვის ცერემონიები, მახსოვს მაგალითად აი ზურაბ ჟვანიას, მახსოვს, როდესაც ჩამოასვენეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი, მაგრამ ის რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, აქ სულ სხვა ენერგეტიკა იგრძნობოდა, ქართველი ხალხის ენერგია, რომელიც ალბათ თავისი გარდაცვალებით ილია მეორემ რაც მას სურდა, რაც მისი განზრახვა იყო, აისრულა არა თავისთვის, არამედ ისევ ამ ქვეყნისთვის. ბევრს არ მიეცა შესაძლებლობა, ბატონო გიორგი, თქვენ თქვით, რომ მას გამომშვიდობებოდა გარკვეული ასე ვთქვათ პრეტენზიებიც გაისმა პოლიტიკური ფლანგიდან, რომ ხელისუფლებასთან ერთად სწორედ აი ამ სამგლოვიარე პროცესიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ოპოზიციასაც უნდა ჰქონოდა. როგორც მე ვხვდები, არც თქვენ გქონდათ სურვილი მცდელობა, რომ არ ვიცი, თქვენი პარტიის ლიდერებისთვის დაეშვათ საშვიდ ამაზე უარი მიიღეთ თუ ასეთი მცდელობაც არ ყოფილა და თუმცა თქვენ გაქვთ გარკვეული ასე ვთქვათ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყავით იქ მართლ გუნდთან ერთად.
მოდი ვისაუბროთ ორ მიზეზზე. პირველი რაც მე ვთქვი არის ის, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საათი იდგნენ რიგში და ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე ვერ შეძლეს. მეორე საკითხია ის, რომ არამხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, არამედ განსხვავებული აზრის მქონე სხვა პირებსაც, საზოგადოების სხვადასხვა ცნობილ სახეს კულტურის წარმომადგენლებს მათ შორის ამისი შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა ოცნებამ. ხო და როგორ ანუ ხო ვიცით რომ სახელმწიფო კომისია იყო მთელი აი ამ პროცესის ორგანიზატორი ხდებოდა არ ვიცი კომუნიკაცია ამ სახელმწიფო კომისიასთან თხოვნით რომ ეგებ მაგალითად აი ამ რაღაცა სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს დაშვებული ორი საშვი ჩვენი რაღაცა წამყვანი პოლიტიკური ლიდერებისთვის ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად და იქიდან იყო უარი? მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ არ გქონია პირდაპირ კომუნიკაცია სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, იყო ბუნებრივია ახლა საპატრიარქოსთან კომუნიკაცია და დიდი სურვილი რომ ყოფილიყო დასწრების შესაძლებლობა ჩვენთვის და ალბათ საზოგადოებისთვისაც გასაგებია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს მთელ მსოფლიოში, არის ლიმიტირებული, ხო? იმიტომ რომ ასობით 1000 ადამიანი ვერ დაეტევა ვერცერთ სივრცეში. და მას აქვს თავისი ცერემონიული წარმომადგენლობითი შინაარსი და გამოხატულებაც. მაგრამ ის რაც ქართულმა ოცნებამ იკადრა, იყო ყოველად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ მცდელობა ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზებისა და იმ უდიდესი სიყვარულის გამოხატულების მცდელობა შეგიძლიათ მითხრათ? ამ სიყვარულის გამოხატულების რაღაც თავის ელექტორალურ მხარდაჭერად წარმოჩინების. რაში ჩანდა და იმაში ჩანდა, რომ როგორც სამებაში, ასევე სიონში იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების წევრები, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები. ძირითადად და კულტურის წარმომადგენლებიც ნაწილობრივ ვინც აფილირებული არიან ქართულ ოცნებასთან. არ იყო საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტი, ხო? არ იყო არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი. მაშინ, როდესაც აქ ჩვენ საუბრობთ ერთობაზე და ვნახეთ მართლა როგორ ერთად იდგა ყველა ილია მეორის პატივის მისაგებად, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად და ამან რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ დააკლო იმ სამგლოვიარო ესთეტიკას და ვერც იმ იმედს, რომელიც ხალხში იყო სასოწარკვეთის ნაცვლად. მიუხედავად თავის ტრაგიკული შინაარსის და განცდას რაც თითოეულ ადამიანს ჰქონდა და ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაყვება თქვენ. ეს იქნებათ 10 წლეულების განმავლობაში გაყვება თქვენ სწორად აღნიშნეთ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი იმდენად უღირსად სცადა, რომ თავის ლუსტრაცია მოახდინეს კიდევ ერთხელ. არსად, ილია მეორე თვითონ თავისი პიროვნებიდან გამომდინარე იყო ყველას პატრიარქი, სახალხო პატრიარქი, ყველა სიტუაციაში მედიატორი ფუნქციას ასრულებდა ხოლმე, ის ყველას ის არ არჩევდა ამას. როგორც ქრისტიანული წესია და როგორც შეეფერება ბუნებრივია ქვეყანაში არსებულ ავტორიტეტს. საპატრიარქოსთან კომუნიკაცია ჰქონდაო და იქიდან იყო ასე ვთქვათ მტკიცე უარი თუ იქიდან იყო გადამისამართება რომ სწორედ აი ეს სახელმწიფო კომისია განაგებს ამ საკითხებს. ხო, მე არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, აქ მტკიცე უარზე არ არის საუბარი და არ იყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც 20-30 ადამიანი ყოფილიყო დასწრებული, მაგრამ ეს ყველაფერი გადაწყვიტა უკვე რა თქმა უნდა სუსმა სახელმწიფო აპარატმა ქართული ოცნების დავალებით. მე მინდა აი მაგალითები მოვიყვანო, ხო? მაგალითად დიდ ბრიტანეთში ის მართალია კონსტიტუციური მონარქიაა და პირდაპირ შედარება არ არის, მაგრამ მსგავსი არის, ხო? არსებობს იქ ჩვენთან ვხედავთ რომ ერთმანეთთან ცოტახნის წინ ევთუ არ იყო რომელიც შოკირებული წავიდა აქედან რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებიანო პოლიტიკოსო. მე არ ვიცი როგორ ხდება ხოლმე ქუჩაში რომ შეხვდეთ ქართული ოცნების წარმომადგენელს, ერთმანეთს განგებთ თვალს არიდებთ თუ აი გამარჯობა მაინც სალამი ღვთისა ამ პრინციპით ეს სალმებით მაინც ქუჩაში არ დადიან მე მგონი ესე თავისუფლად ქართული ოცნების წარმომადგენლები ის სივრცე იქნებოდა ალბათ უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ
მაგრამ ბუნებრივია ეს მათ არ ისურვეს. ხო, ყველა ნორმალურ ქვეყანაში წარმომადგენლობა სწორედ ამას ნიშნავს. ხო, იქ ოპოზიციაც უნდა იყოს, ხელისუფლების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, საზოგადოებისთვის შეიძლება ცნობილი სახეები. ისიც ყველა არა, ბუნებრივი ხა ცნობილი ფაქტია, რომ დევიდ ბექემი 10 საათი იდგა რიგში ელისაბედ მეორის პანაშვიდზე თუ გასვენებაში. მაგრამ, როდესაც რაღაცა სიმბოლო ხდება, ხო, სიმბოლო გარდაიცვალა, სიმბოლო რაღაც ეპოქა დაასრულა და ამ სიმბოლოს ბუნებრივია სჭირდება სიმბოლურობით გაყოლა, ხო? ქვეყნის პრეზიდენტები, ყოფილი პრეზიდენტები, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეები თითქოს არც არსებულან. მათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ახლა აქ ვინ არის ქართული ოცნების გვერდით და რაღაც საარჩევნო კამპანიასავით აწარმოეს და ეს არც ქრისტიანულია, არც ეთიკურია, არც ილია მეორის ხსოვნას ეკადრება და ბუნებრივია დარწმუნებული ვარ რომ ის ამის სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა, მას რომ ეს ცოდნოდა როგორც მოხდებოდა. პატრიარქის გარდაცვალებამდე თქვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკური ინიციატივა ეხებოდა ხელისუფლებასთან რაღაცა დიალოგის დაწყების სურვილს. აი ამის შემდეგ თუ როგორ მოიქცა ხელისუფლება ოპოზიციასთან მიმართებაში, აი ამ სამგლოვიარო პროცესიასთან დაკავშირებით. ისევ ფიქრობთ, რომ არსებობს რესურსი და სივრცე ერთ მაგიდასთან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე ადამიანების დასხდომის? ხო, ჩვენი მხრიდან ეს არ იყო ინიციატივა, ჩვენი მხრიდან ეს იყო უბრალოდ ჩვენი ხედვის დაფიქსირება, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. ის როგორც მოიქცა ქართული ოცნება გუშინ და ბოლო დღეებში, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის, ხო, ქართული ოცნება რომ ზნეს არ შეიცვლიდა ჩვენ კარგად ვიცოდით თავიდანვე, უბრალოდ ეს არის ჩვენი ხედვა, როგორ ხედავს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური პარტია, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში კრიზისის გადაჭრის გზას. მეორე დღესვე ვიხილეთ მათი გამოხმაურება, მეორე დღესვე ვიხილეთ მათ მიერ შეფასებული მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და ის რომ ასეთ მცირე ადამიანობამდე დაეშვნენ და მონოპოლიზება სცადეს უწმინდესის გარდაცვალების პროცესის, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით არაფერს ცვლის, იმიტომ რომ ჩვენ ახლაც მიგვაჩნია კრიზისის გადაჭრის გზა, ეს არის, მაგრამ ქართულ ოცნებაზე არც გაგვუმჯობესებია და არც გაგუარესებია წარმოდგენა, არც მოლოდინის შექმნა. გამიგე რომ გზა არის, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეკითხებით, ანუ სივრცეს სად ხედავთ, იმიტომ რომ კატეგორიული უარი ამ თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით გაქვთ არა მხოლოდ მართველი გუნდიდან, არამედ ოპოზიციური ფლანგიდანაც. იგივე წინააღმდეგობა და დამოკიდებულება წამოვიდა, გულისხმობ ოპოზიციურ ალიანსს, ხო? ხო, მე არ მინდა ამაზე უკვე ვისაუბრეთ ბევრჯერ და არ მინდა ძალიან დეტალებში შევიდე. ახსენეთ რაშიც იყოს. არა, თემის, ასე ვთქვათ, ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაცა ერთჯერადი განცხადება, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს არ ყოფილა კონკრეტული შეთავაზება. წერილს გაუგზავნით მაშინ ან კობახიძეს, ან ივანიშვილს, ან ვინმეს. ეს არის დოქტრინა, პარტიის ხედვა, როგორ ხედავს ის ამას და სამწუხაროდ მოხდა არასწორი ინტერპრეტაცია, რაღაც გარკვეული მხოლოდ სათაურები, რომელიც დამახინჯებულად გავიდა ზოგიერთ მედია საშუალებაში და მხოლოდ იმის ინტერპრეტაციებით შეიქმნა ბევრმა წარმოდგენა, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე ადამიანებსაც ეს წარმოდგენა შეექმნათ არასწორად და ჩვენ ავხსენით რა და როგორ იყო. ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთხელ ეს არ ყოფილა უარი შეთავაზებაზე, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა არანაირი შეთავაზება. ჩვენი ხედვა პარტია ლელო ძლიერი საქართველო ამას ისევ ასე ხედავს, იმიტომ რომ სხვაგვარი გზა ანუ ხედვა დარჩება ხედვად თუ აპირებთ რომ აი ამ ხედვას რაღაცნაირად სიცოცხლეც შეძინოთ, მოქმედებაში მოიყვანოთ, უარი მიიღეთ ერთხელ, მეორედ მოახდინოთ ინიცირება და უფრო აქტიურად შეეცადოთ, გარკვეული მედიატორებიც გახდეთ ამ პროცესის. ჩვენ კიდევ ერთხელ ამბობ, დოქტრინა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პოზიციის მომხრენი ვართ და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ოცნება ძალიან მალე შეიძლება დადგეს ის დრო, რომ იძულებული გახდეს დიალოგის მაგიდაზე დასაჯდომად არა ჩვენს პარტიასთან, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან, ოპოზიციურ სპექტრთან
იმიტომ რომ არანაირი სხვა განსხვავებული მოთხოვნა ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. ხო, ორი ძირითადი საკითხი, რომელიც უცვლელია წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ძირითადი საკითხი. თან სინდისის პატიმრების გათავისუფლება არ არის ჩვენგან რაღაც ვაჭრობის საგანი, ამაზეც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ეს არის უპირობო რამ, სხვაგვარად კონტექსტიც ვერ შეიკვრება, ხო? ასე წერია, ანალოგიურადვე წერია მოსკოვის მექანიზმის მოვისმინეთ პოლიტიკოსი პატიმრებისგან, რომ არავინ ელენე ხოშტარი ხო და მაგას ვამბობ, ეს არასწორია, ეს არასწორია. იმიტომ რომ ისიც კი როგორც ჩვენ ვხედავთ, არა შეთავაზების სახით, არამედ დოქტრინის სახით, რომ კრიზისი შეიძლება გადაიჭრას დიალოგის გზით, იმ ხედვაშიც კი არ არის დიალოგის მაგიდაზე შემოტანა სინდისის პატიმრების თავისუფლების, ეს მათი არჩევანია, მათი ბრძოლაა. ეს საერთოდ არ განიხილება, უპირობო რამ არის, თუ ქართულ ოცნებას მოუწევს და მოუწევს აუცილებლად ამ ნაბიჯის გადმოდგმა, ამაზე სავაჭრო საერთოდ არც იქნება. თქვენ გაქვთ დოქტრინა? ეს იყო აუზაური არაფრის გამო. კარგი, მოდით ცოტა კიდევ უფრო დავწუროთ რა ეს თემა. თქვენ გაქვთ დოქტრინა, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური დიალოგის დაწყებას და ამავე დროს გაქვთ მოლოდინი, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს დათანხმდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებთან დიალოგში შესვლას. აი, როდის შეიძლება მივიდეს ქართული ოცნება ამ კონდიციამდე და რამ შეიძლება მიიყვანოს, იმიტომ რომ ვხედავთ რაღაცნაირ მცდელობებს, ჯერ ძალიან მცირეს, მაგრამ მცდელობების სახეზეა დასავლეთთან ურთიერთობების დაალაგების. აღარ გავიხსენებ ახლა ქართული ოცნების წარმოადგენლების ბოლო ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმოადგენელი პიტერ ანდრეული ჩამოვიდა და ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ეს ხომ არ არის იმის, ასე ვთქვათ, გამოსახულება, რასაც ქართული ოცნება ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ეძახის. ხო, მოდი თუ გავიხსენეთ მათი ბოლოდროინდელი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისიც გავახსენოთ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ საქართველოს ისეთი ტიპის ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, რომელთაც ახლა გამკაცრებული სავიზო მოთხოვნები აქვთ 1 აპრილიდან ტურისტული ვიზისთვისაც კი $15,000 დეპოზიტები განესაზღვრებათ სავალდებულოდ ვიზის აღების მსურველებს. ჩვენ მოდი გავიხსენოთ ვიზიტი, რომელიც შედგა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც ჩავიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში. დეტალურად ვერ მივატებთ თვალ ერთი რომ ასე ვთქვათ არ დარჩეს გაურკვევლობაში მაყურებ ვიზებთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ ეს გადაწყვეტილება სწორედ აი ამ გლოვის დღეებში იყო მიღებული და უნდა ვაღიარო რომ დეტალურად თვალი ვერ მივატებნე, მაგრამ რაც ვნახე ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო განპირობებული საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო რეჟიმის ხშირი დარღვევით, თუ არ ვცდები. ხო, ანუ აქ მე მგონი ძალიან მარტივად არის საქმე, ქვეყანა რომელიც შეიძლება გადატვირთვის პირას იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის და ის მცდელობები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ხო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო, მე არ მინდა ამის კიდევ დეტალებში შეფასება, ვნახეთ რომ არანაირი ნიშანწყალი ამისა არ არის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლებიც შეხვდებიან და მოახსენებენ დეტალურად ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, პოლიტიკური პატიმრების შესახებ, იმ დემოკრატიული უკუსვრის შესახებ, ხო, გაემართება ფოთში და გაემართება საოკუპაციო ხაზთანაც, სადაც ქართული ოცნების წევრები არაფრის დიდებით არ ჩადიან, მათი ლიდერები. ეს კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, თუ რამდენად უწყვეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსხვავებით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსხვავებით რუსეთისგან, რომლისკენაც მიგვაქანებს ქართული ოცნება და ნახოთ, ხო, ძალიან მარტივი არის შედარება სომხეთი, რომელიც და აზერბაიჯანი, რომელიც არც სტრატეგიული პარტნიორები ყოფილან ამერიკის შეერთებული შტატების და რამდენიმე წლის წინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იქ შეიძლებოდა ჩასულიყო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მათ შეექმნათ დერეფანი, ხო, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიასა და აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას აკავშირებს ერთმანეთთან სომხეთის გავლით. ტრიფის, ეგრეთ წოდებული ტრიფის ინიციატივა ყოფილიყო ხორცშესხმული და სომხეთს მიეღო მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურულ გარანტიებს მოიცავს ორივე ქვეყნისათვის და საქართველოს არის სამწუხაროდ ოფსაიდში, ეს მე მგონი ძალიან
ნათელია და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ხო? ის, ვინც არის ამ ქვეყნის მართვის სადავეებთან. მართვის სადავეებთან დიახ არის ქართული ოცნება და მოუწევს მას ადრე თუ გვიან და მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე შეიძლება ბევრს ეგონოს. იზოლაციონიზმით იმ პოლიტიკით, რომელიც აქვთ მათ დასავლეთთან მიმართ და როგორცაც იღებენ უკან დასავლეთისგან, სანქციებით, მოსკოვის მექანიზმი მათთვის უმძიმესი დარტყმა არის, იმიტომ რომ პირდაპირ უხსნის გზას ტრიბუნალისაკენ, ჰააგის ტრიბუნალისაკენ, სხვა საერთაშორისო სანქციებისაკენ, ეს ყველაფერი წარმოადგენს წნეხის გაზრდას, საგარეო წნეხის გაზრდას, ქვეყნის შიგით ჩვენი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პარტიების და რა თქმა უნდა, მოქალაქეებისაც აქციები იქნება თუ სხვა პოლიტიკური საქმიანობა კონსტიტუციურ ფარგლებში, რომ გავზარდოთ წნეხი ქართულ ოცნებაზე, რათა დაჯდეს ქართული ოცნება იმ პირობებზე და იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში კრიზისს და საბოლოო ჯამში დაასრულებს ამ ქვეყანაში რეჟიმს. გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 2017 წლის 23 ნოემბერს ქაშვეთის ეკლესიაში გიორგებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ საკუთარი ბრძანება წაიკითხა. მინდა წაგეკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალ უხსაღმდელოესობა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. თქვა მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ასე ვთქვათ, უმაღლეს სასულიერო პირების ნაწილს მიაჩნია, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება იყო უწმინდესისა და უნეტარესის ნების გამოხატულება და არანაირი ანდერძის ძიებას უბრალოდ აზრი არ აქვს და არც არსებობს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს აპრიორად იმისა, რომ სწორედ მეუფე შიო იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი. ეს, ასე ვთქვათ, ვითარება კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს მოდი ასე ვიტყვი პირდაპირ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ სწორედ სრულიად საქართველოს დაიტირა ილია მეორე კითხვას, რა იქნება ხვალ. მოლოდინებზე, განცდებზე და კიდევ ერთხელ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. მამა შალვა კეკელია იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. მართლა სასწაულის მომსწრენი გავხდით, არა მხოლოდ პატრიარქის სიცოცხლეში, არამედ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს არის შემთხვევა, როდესაც ყველა ერთმა ამბავმა გაგვაერთიანა, ერთმა ტრაგედიამ გაგვაერთიანა და ყველა ერთმანეთის ჭირისუფალი გავხდით, იმიტომ რომ ერთმანეთს ვეუბნებოდით ამ დღეების განმავლობაში სამძიმარს. პატრიარქი გუშინ დაკრძალეს და დღეს კიდევ უფრო მეტი როგორ ვთქვა, ძალით, მეტი ინტერესით, მოდი ასე ვთქვათ, ისმის შეკითხვა, რა იქნება ხვალ. ვინ შეძლებს ატაროს ესოდენ დიდი ჯვარი, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 59 წლის განმავლობაში მათ შორის ჩვენს, ასე ვთქვათ, წილ, ჩვენს ნაცვლად ატარებდა. დეკანოზი შალვა კეკელია, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარია ჩვენთან ერთად. მამა შალვა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. სულ გისმენდით ამ 4 დღის განმავლობაში, 17 მარტიდან, რა ვიცი, აი დღემდე და აი გისმენდით და უფრო მეტის მოსმენის სურვილი და წყურვილი მართლა გვიჩნდება. აი ამდენი ადამიანური ისტორია, უთქმელი ისტორია პატრიარქის შესახებ. ან სად ინახებოდა, ან რატომ არ ვიცოდით, რომ სიცოცხლეში უფრო მეტად, აი მოდი ვიტყვი რა, ცოდვა გამხელილი სჯობს და უფრო მეტად რომ დაგვეფასებინა, თუნდაც მისი სიცოცხლის განმავლობაში. რატომ არ ვიცოდით ამდენი? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ მაყურებელს ყველას, უსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ამ
უზარმაზარ და უდიდეს ტრაგედიას და ამ ტრაგედიასთან ერთად ეს არის უდიდესი გამარჯვება სიკვდილით სიკვდილზე. აი პატრიარქმა დაგვანახა, რომ პატრიარქმა სიკვდილით სიკვდილზე გაიმარჯვა და როგორ შეიძლება დამარცხდეს სიკვდილი, პატრიარქმა ეს გვანახა თავისი გარდაცვალებითაც, რომ სიკვდილით არაფერი არ მთავრდება, სიკვდილით ყველაფერი იწყება და ჩვენ ხედავთ, რომ ეს პატრიარქის სულ ამბობდი ხოლმე ყოველთვის, რომ ეს არის ილია მეორეს ეპოქა, ეს მე-20 საუკუნის ბოლო და 21 საუკუნის ეს ილიას პერიოდი, ეს ამას ვერავინ ვერ დაეთმოს სამსახელს თავისაღად ვერავინ მიწის დედამიწურზე. გარდა ილია მეორეს, მისი პერიოდი, როგორც ილია ჭავჭავაძის იყო 19 საუკუნის ბოლო და 20, ეს არის პატრიარქის ეს პატრიარქმა შექმნა ეს ეპოქა, პატრიარქმა შექმნა ჩვენ ყველანი. მეც ეკლესიაში ვარ იმისთვის და იმიტომ მოვედი, მე პატრიარქს სიყვარული მომიყვანა, აი რო გადავწყვიტე მღვდლობად სასრულპიროა, პატრიარქმა გადამაწყვეტინა და ესე ჩემმა თაობამ ესე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სასრულპიროები გამختارიყავი და ეს იყო პატრიარქს უდიდეს სიყვარულის დამსახურება, იმიტომ რომ ხედავდით უწმინდეს და მის მსახურებას, მის დამოკიდებულებას, თუნდაც მსახურებისადმი, თუნდაც ურთიერთობა ადამიანებისადმი, მე ჩვენ წამყალებას გვანდომებდა, აი ძალიან ანდომებდა ხალხს ამას, იმიტომ რომ პატრიარქი იყო სიყვარულის მოძღვარი, ის მას ყველა და ყველაფერი უყვარდა და არ ვიცი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, იმდენად დიდი ადამიანი იყო, რომ მასზე საუბარიც კი წარმოუდგენდა დაუჯერებელიც კი, რომ ჩვენ რაღაცა მის მასზე ვისაუბროთ, ამოიწუროს ამ თემას, ვერ ამოწუროთ, ვერ ასვენდეს და როგორც ვიცი, არა მხოლოდ ადამიანებს, ცხოველებს, საპატრიარქოში ფრინველებსაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ პატრიარქის მიმართ. აი ვისაუბრეთ ჩვენ ეთერამდე და აუცილებლად არ მინდა რომ მარტო ჩემთან დარჩეს ეს ამბები, მინდა რომ ხალხმაც გაიგოს. პატრიარქი რომ მიდიოდა საპატრიარქოდან, თქვენ ამბობთ რომ იადონებიც კი არ გალობდნენ. მოგვიყევით რა ამის შესახებ. ჩემბოდან აი ხშირად იყო ხოლმე უწმეს როგორც წავიდა საპატრიარქოდან, ლეონ მასაძე მიადონებია ჩვენ უწმდეს და პატრიარქი რომ მიდიოდა ჩემბოდით ხოლმე ზოგჯერ იქ რო ვიყავით, ანუ საპატრიარქოში ყოველთვის ყოფილიყო მღვდელი, მორიგეობა სულ ქონდა ხოლმე საპატრიარქოში. 7 მღვდელი ვიყავით, რომელიც ცოტა განაწილებული ქონდა საპატრიარქოში. თუ პატრიარქს არ მიყვებოდით, აუცილებლად მე საპატრიარქოში ჩემბოდა მორიგეობით ხოლმე. არასოდეს იადონები არ გალობდნენ, როცა პატრიარქი საპატრიარქთან გადიოდა. რო ბრუნდებოდა, იმიტომ ჩივეწყდნენ გალობას. იმ წამსვე გალობას წევდნენ ხოლმე. ესევე პატრიარქი ძალიან იმორჩილებდა ცხოველებს. ერთხელ ცხონებული შოთა ყვებოდა, მას და შოთა დაყვებოდა ხოლმე უწმინდესობას და ერთხელ დაცვის წევრს ხო და დაცვის წევრი ყველაფერი იყო შოთა ხო დაცვის წევრების გამომშვიდობების სცენა ეს იყო წარმოუდგენელი. რას ყვებოდა ცხონებული შოთა ყვებოდა ერთხელ ეს ამასეთ მაშინ მლეთაში ავდიოდი თუ რა მამებიო მგდოლები რამოდენიმე ერისკაცის იყო ჩვენთან ერთად და უცებ ეს მეცხვარი ძაღლები გამოცვიდნენ. გავეშებული მეცხვარი ძაღლები ყველა გავიქეცითო. ყველა გავიკეთავ და პატრიარქი მარტოო და მე გაგვახსენდა რომ პატრიარქი მივატოვეთო წარმოიდგინე ამ ძაღლებთან ეს ძაღლები უკვე რომ მე მოbrundით უკვე და დაცვა ვიყო ჩვენ და რომ მოbrundით პატრიარქს გაჩერებული ყავდა ეს ძაღლები და ეფერებოდა ამ ძაღლებს უკვე დამორჩილებული ყავდა ეს ძაღლები და ამათ ეფერებოდა და მე შეთა ეს შენ უნდა დამიცვა მე შედასწრები ჩემი დასაცავი ვიყარ და ყველა თქვენის დამწერლები ხართ ჩემი სოციალურ ქსელში მოხუცი ქალბატონის ლოგინად ჩავარდნილი ქალბატონის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ იმ ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს ხოლმეო და აი იმ დილით, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა, ჩიტებიო არ ჭიკჭიკებდნენო. თქვენც იგივე მითხარით, თქვენც იგივე დაკვირვება მე გასვენების დღეს მახსოვს ეს დღეს ამდროლა არ ვიცი დღეს რა იყო ეს და ჩვენთვის არ ვიცი დღეს დილით გადაცემაში ვიყავი, მე საპატრიარქოს გადაცემაში და იქ ჩემ მეგობარო მომწერა თეო მომწერა რომ ამაო რაღაცა უწმენესი ცუდად არის და ილოციო მასეო გაიგე რა ხდებაო ჯერ გაიგე რა ხდება მომწერა მე მეთქი რა ხდება მე მიწე რა ხდება მეთქი და საგადაცემაში შევიდო და მე მომწერა რომ ისა რა ქვია უწმენესი ცუდად არის და რო ილოცო აი რა დაემართ რაღაც ეს შეშფოთები რაღაც ისე დაგემართება და მე გადაცემი და პირდაპირ საავადმყოფოში წავედი პირდაპირ რეანიმაციაში შეგიძლიათ აი კიდევ ერთხელ ბოლოს წუთების შესახებ ესეთი განცდა იყო რომ გავიგე ეს ამბავი რომ საპატრიარქოში ექიმებს რო ვკითხე, თვალებს შეტყობათ ექიმები, რომ აი არანაირ იმედს არ გვაწევდა, არც გვეუბნებოდნენ არაფერს და რაღაცა გვეუბნებოდნენ ძიმე და კრიტიკულს გვეუბნებოდნენ, მაგრამ აი ძიმე და კრიტიკული იმდენად ისეთი ნათქვამი იყო, რომ აი ბოლომდეს და მე ჩემი ბავშვობის მეგობარი არის კლინიკაში ექიმია, უფროსი ოთარდი ხამინჭია, ჩემი მეჯვარია ბავშვობის მეგობარი და ჩემი ბავშვი დათლია და მე ოთო რო ვნახე და ოთოს რო ვკითხე, ოთომაც უკვე რომ მითხარო მამო, აი ჩვენო ჩვენ ყველაფერი დამთავრებული არისო და არანაირი შანსი არ არსებობსო 1% შანსი არ არსებობსო ისეთი ტკივილი განვიცადე რომ არ ვიცი საშინელ ტკივილი მე გავიქეცი მე ზეთისხება ჩაუტარეთ მამებმა და ბოლოს ზეთი ჩვენ ვაცხეთ სამომოწყარმა ჩავატარეთ ზეთისხება
მე მამა ლუკა და მამა ნათანაელმა და მე მომიწია სეთისხება მის უწმენდისობაზე და სეთისხების შემდეგ რაც უცებ სრული გამიშთა რომ წმინდა ნაწილები წამომებრძანებინა საპატრიარქოდან და მე ის მოუბრძანეთ უწმენდეს წმინდა ნაწილებს დავაბრძანეთ მასე და ბოლო წუთები რაღაცა მასთან მოგვიწია გატარება მახსოვს ის ჩვენი მინისტრი მიხაელი აი ისე ტიროდა რომ ჩავედი მე რეანიმაციაში რო ტიროდა ან უკვე მივხვდი რომ ყველაფერი თავრდებოდა უკვე რომ დავინახე რომ ვერ ჩერდებოდა ისე ტიროდა მინისტრი აი საშინად განიცდა ეს ექიმებიც ყველა გარეთუნ სიძგნეს აი ყველა ძალიან ტიროდა აი საშინელი ის იყო აი მთელი საქართველოს ტიროდა და ნახეთ ჩვენ ეს გუშინაც ვნახეთ მე ვიცი წარმოგიდგენ აი ყველა იყო ერთი არ ვიცი ამ დღეს აი ქალბატონი თიკა რუხაძე ჩვენი მინისტრი თვითონ ალაგებდა სამებას ანუ თვითონ ხვეტავდა თვითონ წმენდა ამ ყველაფერს სიონის ეს ყვავილები რაც იყო თავისი ხელი დაალაგა ანუ არც კი არავის არ მეცა უფლება რომ თუნდაც ეს ყვავილები პატრიარქთან გაიზარდა წლები მასთან ერთად იყო და რაღაცა 20 წლის წინ გამაგზავნა უწმინდესმა გაიგრო ცუდად იყო და მიდიო მასთანო და ისა პარაკლისი გადაუხადიო და აზიარე უცე ეს უწმინდესმესი იცოდა ყველაზე ზრუნვა და იქიდან მე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მეგობრობა და ეს და აი თვითონაც ხო შეიძლება მინისტრს თუ იქ დაავალო იმას რაღაცა გააკეთებ იმდენად აი იმდენად საკუთარ თავზე ქონდა ყველას ყველაფერი აღებული რომ აი დაალაგება რო დაალაგება იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდა ხო ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ აი თვითონ ესეთი როგორ ახერხებდა რომ ყველას პატრიარქი ყოფილიყო ანუ აი ფაქტ გუშინდელმა დღემ კიდევ დაგვენახა რომ აი ესე ადამიან შეაგროვა მან ეს სიყვარული და რეალურად მილიონობით მრევლის სულიერი მამა გახდა ეს გუშინ თვალხი ეს იყო გუშინ თვალხილო ჩვენ ხო ვეძებთ ხოლმე რაღაცა თვალხილული სასწაული გვინდა იმისათვის რომ ან ვირწმუნოთ ან ჩვენი რწმენა კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს და გუშინ ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ ამაზე მეტი სასწაული რა გინდა როდესაც მილიონობით ადამიანი გამოვიდა რაც დაიტია ქალაქმა და რაც მანამდე ყოველდღიურად მიდიოდა პანაშვიდზე და ცრემლი ღვარად სდიოდა ყველა დიდს პატარას კაცს ქალს სამხედროს ატირებული სამხედრო და პოლიციელები მე პირადად პირველად ვნახე. აი ამაზე მეტი არ ვიცი ხილული სასწაული. დღეს მოვიდა ერთი ბიჭი ჩემთან დღეს ტაძარში და ეზიდი ვარო მამაო რა ეს მეუბნება ეზიდი ვარო მამაო და არ ვიცი ვერ ვძლებო მამაო მე ქრისტე უნდა გავხდე. აი არ შემიძლია ქრისტეს გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია ისე ვიგრძენიო ქრისტეო და ისე ვხდები რომ აი მე ვერ წავალო ისე რომ პატრიარქი რა ანუ პატრიარქი რაც იყო მარფადებელი ის თუ არ გავხდი მე მარფადებო და გეხვეწები ამ კვირაში მინდა რომ მონათლო 20 წლის ბიჭი წარმოდით და უფრო შობლები მე წინააღმდეგებიან ანუ წინააღმდეგობას მიწევენ ჩემი შობლებიო რომ არაფრით არ დამთახვდანო შობლები და როგორ მოვიქცევ ამ იმდენად მინდა რომ მოვინათლო რომ აი ამ კვირას ვერ გადავაცილებ იმიტომ რომ აღარ შემიძლია აი აღარ შემიძლია ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო არ ვერ ვიცხოვრებო ქრისტეს გარეშე აი რაც მე ვნახეო წარმოუდგენელია რომ მე რო ქრისტიანი არ ვიყო მე რომ მარფადებელი არ გავხდეო მე ამას ვერ დავიჯერებო ვერასოდეს აი მე მინდა ის ვიყო სადაც პატრიარქი იყო იმ გზაზე მინდა ვიდგე სადაც პატრიარქი იდგა ანუ თუნდაც ესეცა ეს სასწაული არ არის რომ ადამიანის აი ადამიანი თავისი გარდაცვალებითაც ხადაგებს და თავის გარდაცვალებით ხალხს უხადაგა ქრისტეზე ესაც ემსახურებოდა უწმინდესი სურვილი იყო სულ აი მე ვთქოდა რომ ეკლესიის გარეშე ხალხო ნუ ხართ და ეკლესიაში შემოდით, მოდით ეკლესიაში, მოდით ჩემთან იყავით ეკლესიაში იყავით რომ ეკლესია გადარჩენა. აი პატრიარქ სულ კითხვას მისვამენ, მამო რა უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ პატრიარქს. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ სულონები ყველას. ერთმანეთზე ნუ განეკითხავთ ერთმანეთს ნუ ლანძღავთ. ეს უნდა პატრიარქს რომ თქვენ ერთმანეთი არ გელანძღავთ, იმიტომ როგორი ახლა მამა რო ხედავს საკუთარი დედმამიშვილები ერთმანეთს დაპირისპირებული რო არიან. ერთმანეთს რო აგინებენ, ერთმანეთს რო ლანძღავენ, შუბელი რა დღეშია რო ხედავს ახლა ამას. რომ დედმამიშვილები ერთმანეთს ისმენად განწყობილი. პატრიარქი ჩვენ ყველანი შვილები ვიყავთ, ყველა შვილები ვიყავთ. მას ყველას მიმართ ქონდა საოცარი სიყვარული და საოცარი განცდა. ყველას მიმართ არ ქონდა მნიშვნელობა ვინ რა მხარეს იყო, სულ პატრიარქს აბრავდა რა მხარესა, პატრიარქი მხარესა, როგორ შეიძლება პატრიარქი მხარე იყოს? მე მეც ჩემზე სამდეჯი ვთქვა რომ მამაშალო არის მხარე, ამ მხარესა, იმ მხარესა. როგორ შეიძლება მხარე ვიყო? ვერასოდეს მხარე ვერ ვიქნები. მე ვარ ჩემი ქვეყნის მხარეს, აი ჩემთვის პატრიარქი ასოცირდებოდა საქართველოს, აი ჩემთვის აი პატრიარქი საქართველოს რა საქართველოს რომ მეკითხებოდნენ საქართველოს არის პატრიარქი. სულას ვენებოდი, აი რაც საქართველოს ჩემთვის ზუსტად ის იყო ჩემს პატრიარქი. თელი ბავშვობა რაც მე პატრიარქთან ვიზრდებოდი, სულ შეგრძნება მქონდა, როცა პატრიარქს ვეხებოდი ჩემს საქართველოს, ჩემს სამშობლოს ვეხებოდი. სულ ეს განცდა მქონდა პატრიარქთან. ერთხელ ახსენა კიდევაც თავის ერთ-ერთი ჩამოვარდა ვიდეო პატრიარქს, რომ პატრიარქი ერთ-ერთი სულად მომითხარ, როგორც საქართველოს მიყვარდაო და მე მოვითხარი, მე ვერ მოვითმენე უწევს და ვთხარ თქვენ უწევს, აი
სტუდენტები რო იყავით შეკრებილი, როგორც საქართველოს ისე მიყვარხარ მეთქვი და აი როგორც შემიძლია ჩემი სამშობლოსთვის თავი გავწირო და თავი დავდო ჩემი სამშობლოსთვის და არ დამენანება ჩემი სამშობლოსთვის ესე ვიყავი პატრიარქს აი მე ჩემს უცხოს არ დავინანებდი პატრიარქს რომ ვიცოდი რომ ჩემი პატრიარქი ჩემი სამშობლო იყო ჩემი ქვეყანა იყო და ზუსტად აი როგორიცაა საქართველო შეიძლება წმინდა გიორგის შემიდარებია ხოლმე ჩემი საქართველო აი როგორიც წმინდა გიორგი იყო ისეთია ჩვენი საქართველო მეთქო ესე ლამაზი ძლიერი რაღაცა ყველაფრით დაჯილდოებული და როგორც აწამეს აი ესეა ჩვენი პატრიარქი ესეთი იყო ესეთი გარეგნულად დაჯილდოებული ამ გარეგნის სილამაზე რაღაცა ღვთაებრივი რაღაცა სილამაზე საოცარი ნიჭიერება განათლება ყველა სფეროში განვითარებული აი არ არსებობდა სფერო რომელიც პატრიარქს არ ცოდნა გამორიც ყველაფერი და თავდადებული უვაშკარი რა ვიცი როგორი თავგანწირული ცე ფერი წარმოიდგას ადამიანის თავგანწირვას და მე ხო მასთან ცხოვრობდი მე ხო მინახავს ღამეები გათენებული ცრემლებში უწმიდესრემლებში როგორ მახსოვს ერთხელ დაგვიბარა უწმიდესმა ერთხელ ძალიან ძიმე პერიოდი იყო ქვეყანაში და მე დამავალო რომ ყოველ ხუთშაბათს 12 მღვდელი მიმეყვანა საპატრიარქოში და 12 მღვდელს ჩაეტარებინა პარაკლისი და საპატრიარქოს ტერიტორია ეკურთხებინათ. სულ ამას გვავალებდა ხოლმე სამკაცრეს. იმ პერიოდი 90-იანი წლები. არა, 90-იანებში არ ვიყავ. მე ვიძახით ახლა ამ პერიოდში. როცა ძალიან ძიმე რაღაცეები იყო და პატრიარქის წინააღმდეგაც რაღაცები რო აგორდა და რაღაცები რო დაიწყო ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა და გადაცემის რო კეთებოდა ეკლესიის წინააღმდეგ. მაშინ უწმეს 12 წუთას ყოველთვის მარეკინებდა ხოლმე 12 წუთას შევკრიბავდი სხვადასხვა მოდელები და ყოველ ხუთშაბათობით მივიდიოდი უწმესთან და ვიხდით ჩვენი ერისთვის იმტკიცის რომ ქვეყანაში დაძაბულობა და ეკლესიის წინააღმდეგ რომ პატრიარქმა იცოდა რომ თუ ადამიანი ეკლესიას უპირისპირდება ეს საკუთარ თავს უპირისპირდება აი რავეს დას ვერაცნობიერებენ ადამიანები რომ ვერ ხვდებიან იმას რომ ეკლესიასთან დაპირისპირება არის ჩვენი იდენტობა დგას ამ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობაზე შეიძლება მართლაც ხშირად მიხსენებია შეიძლება მღვდელი ვინმე არასდროს იქცეოდეს მაგრამ როცა ჩვენ ამ ახალგაზრდობას მეუბნებით რომ არენდოთ ამ მღვდლებს ანუ არენდოთ ამ ინსტიტუტს ანუ ენახე საპატრიარქოს არენდოთ ანუ სამღვდელოებას არენდოთ ამას ვერები ამ ახალგაზრდებში მოწყვლადი გახდა ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაგ პერიოდში გაედინა ეკლესიის წიაღიდან გავიდნენ ეკლესიის წიაღიდან რომ ძალიან რთულია ეგ გააკეთეს კომუნისტების დროსაც და თქვენ გადაცემაში მესაუბრე ამ თემას დაკავშირებით მაშინ რომ აი ნოაკეთებთ ამას არ შეიძლება და პატრიარქს ეს ძალიან აწუხებდა ძალიან წუხდა და ერთადერთი იარაღი რაც პატრიარქს ჰქონდა სუკრიბავდა ხოლმე სასულიერო პირებს და სულ ესე გვალოცდა თხოვდა რომ აი ილოცეთ რომ ქვეყანაში ეს არ მოხდეს იმიტომ რომ ეს ადამიანები ეკლესიას უნდა შემოიკრებოს იმიტომ ეკლესიის ჩვენც გვეუბნებოდა ხოლმე მოგდაოს რომ თქვენ უნდა იყოთ სიყვარულის მოძრაობები თქვენ უნდა იყოს სიყვარულის ქადაგებლები ანუ თქვენ ხალხი უნდა შემოიყვანოთ ეკლესიაში ხალხის მიმართ სიყვარული უნდა გქონდეთ სულ ამის კი გვიქადაგებდა უწმინდეს აი საოცარი ძალა გქონდა აი უწმინდეს აი საოცარი ემა ვერ წარმოგიდგენთ მეორე ამბობენ რომ არ არსებობს ის იყო ძალიან თანამედროვე ადამიანი და არ არსებობდა რა ვიცი ტაბუ დადებული თემა რომელზეც არ შეგეძლო გესაუბრა პატრიარქთან მოგესმინა მისი აზრი და საუკეთესო რჩევა დარიგება მიგეღო ანუ ამ ფორმით თუ იმ ფორმით ახლა დაპირისპირება ხომ თვითონ ეკლესიაში იყო თვალხილულიც ხილავიც ეხლაც ეს შიშები გაჩნდა გარკვეული რომ სიყვარულის პატრიარქი რომელიც ყველას და ყველაფერს აერთიანებდა და მის სიცოცხლეში ბევრი ვერ ბედავდა მის წინააღმდეგ წასვლას ის როგორც შემაკავებელი ფაქტორი შეიძლება აღარ იყოს რადგან ის იყო სწორედ მაგალითი იმისა რომ არ არსებობდა ტაბუდადებული თემები ამიტომ ვეხები ახლა ამ საკითხს ანუ ეს არ ვიცი შიში უსაფუძვლოა მრევლში რომ აი რა იქნება ამის შემდეგ ნახე სამწუხაროდ რაღაცა ეს ჯებირები ძალიან დაარღვე ეს პატრიარქის დროსაც ძალიან დაირყვა ეს ჯებირები აი ძალიან გადაცდნენ რაღაცა ჩვენ ერი აი სულ მაგას ვამბობდი ხომ მას კომუნისტების დროს მოხდა იგივეს ვიმეორებთ ახლა ჩვენ სიმძენში რო ატკენეთ პატრიარქს გული მე ხომ მახსოვს პატრიარქის ცრემლიანი თვალები რო გამოდიოდა რატო აკეთებენ რატო იქცევიან ესე ნუ თუ არ ეშინიათ ხვალინდელი დღეს ნუ თუ არ ეშინიათ რომ ამ ყველაფრით ამ ადამიანებს აბრკოლებენ მე ეს ხალხი ბრკოლდება რთული იქნება მე ამ ხალხის ეკლესიაში შემოყვანა იმიტომ რომ ადამიანს რო დააზიანებ და რო გაუფუჭებ ადამიანს რაღაცა სახელს და იმას მე რთული ამ ყველაფრის აღდგენა ძალიან რთულია გრევა შესაძლებელია
ძალიან მარტივია რაღაცა დავანგრიოთ, მაგრამ მე ეს დაანგრეული რო აშენება უფრო მარტივია, ვიდრე მე დაანგრეულიდან ის თავიდან აშენებდა, რომ დაანგრეული შემთხვევაში ჯერის უნდა გაწმინდო რაც იქ დაინგრა და ეგ უნდა გაიტანო ყველაფერი, უნდა მოძებნო ადგილი სად გადაყარო ეს დაანგრეული შენობა და ესა გაწმინდო ეს ყველაფერი და მე იქ თავიდან ეს მე საძირკველიც უნდა ამოთხარო, იმიტომ რომ იმ საძირკველზე ვერ აშენებ, ახალი უნდა ჩაყარო, ფუნდამენტი რომ კარგი შენობა და ბევრი საწვალებელია და უწმინდესი ეძახთ ამას, რომ თელი ცხოვრება რასაც ვაშენებ, იმას მინგრებენო, ამას ანგრევენო და ეს ძალიან ტკიო და მის უწმინდესობას მინდა ეს ხალხმა კარგად გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე, ამის გააზრება არის მნიშვნელოვანი თვითონ ჩვენ დაგანესავთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ გავიაზრებთ, რა შეცდომები დაუშვით, ვერასოდეს წინ ვერ წავთ. ნახე, თუ ადამიანი როდის იზრდება ადამიანი პიროვნულად, როცა ადამიანი საკუთარ თავთან აცნობიერებს იმას, რა შეცდომები დაუშვა, რომ იგივე შეცდომა ხვალდაზე გარდაუშვას, თუ უნდა რომ გაიზარდოს. ერიცხო ადამიანებით არის, ნახე, ერმაც უნდა გაიაზროს ეს, რომ ჩვენ, ნახე, დღეს ხო ყველა მართად გამოვიხატეთ ეს სიყვარული, მაგრამ როდესაც პატრიარქს დაუდგა უმძიმესი მდგომარეობა და მას ესე ლანძღავდნენ, ერი მაშინ ვერ დაუდგა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავდექით პატრიარქის გვერდს, ეს პირდაპირ შეგვიძლია თქვა, ვერ დავდექით. ვერ დავდექით და ვერ დავიცავით თქვენ უწმინდეს. ვერ უთხარით უწმინდეს, მიყვარხარ პატრიარქ, როგორც ახლა ვიგონებოდით, ტაშს უკრავდით, დაჩოქილები ვიდექით. ესე ვერ დავუდექით ჩვენ უწმინდეს. არ და უწმინდესმა ჩვენს გამო ბოლომდე თავი გაწირა. მან ბოლომდე იღვაწა, ვიცი, მე ვიცი, ის ხო კელაპტაგრები დაგვიდნა, მართლა დაგვიდნა, ჩვენ სიყვარულში დადნა, მართლა ჩვენ სიყვარულში დადნა, მას ყველა და ყველაფერი უყვარდა. ისოც ამას ამბობდა, იმიტომ ამბობდა, რომ ისევ შენი სიყვარულის გამო, როგორც მშობელს ახლა, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს და ზოგჯერ შენიშვნას აძლევს, შენიშვნას იმიტომ კი არ აძლევს საკუთარი შვილს, რომ შვილი არ უყვარს. იმიტომ კი არა, იმიტომ რომ შვილი რო უყვარს, იმიტომ გეუბნება, რომ შენი ეს აქციელი არასწორია. ეს არ არის მართალი, იმიტომ კი არ გეუბნება, რომ შენი სიყვარული არ აქვს. იმიტომ რომ შენ ეს წესი გამოსწორდა. ამათ როცა ამას ეუბნებოდა, ეგონათ რომ მათი მტერი იყო. როცა ამას ეუბნებოდა, ხო? ყოველთვის ეს იყო, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა, მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც ხშირად მას აუგად მოიხსენიებდა და ურჩიეთ, რომ შეენანათ საკუთარი ცოდვები. ხა ამ გადასახედიდანაც იგივეს ეტყოდით. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდით, რომ ყველა ასე ვთქვათ, ერთად იდგა და მართლა ვერაფერს არათუ აუქს, როგორ თქვა, გადაბრუნებულსაც ვერაფერს დააცდევინებდი პატრიარქზე, ყველა ასე ვთქვათ, მართლა გულწრფელი ცრემლებით ტიროდა მას. კი, მაგრამ ნახე, ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხარეა, როცა ნახე, ავაზაკი, რომელიც ჯვარზე იყო გაკრული, რამაც ხონა. რო შეინანა თავის აქციელი და მარტო კი არ იტირა. ანუ თხარო მე შენ წინაშე შევწოდე, ნახე, თუ გინდა რომ გეპატიოს, აუცილებლად აღიარო შენ დანაშაულს და თქვა რომ მე ეს დავაშავ, ერთ-ერთი ადამიანის ჩამიგდეს საქმე ვიდეო ჩამიგდეს, რომელიც პატრიარქს აძაგებდა ადრე და საშენელებები ქონდა ნათქვამი. და ის გამოდის და ამბობს რომ მე პატრიარქს უცხლის შევეთხოვე პატიებაო, მაგაზე ამ ჩემს აქციელზე მივედი და ვთხოვე რომ აპატიო და ახლა სინდისი მართალი მაქვს რაღაც შინაგანად რომ ეს რო უთხარიო უწმინდეს სიცოცხლეშიო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს გავაკეთეო. მაგრამ ეს ახლაც შეიძლება ამის გაკეთება თუნდაც გარდაცვალებული შემდეგაც მეც უთხრა უწმინდესო მაპატიე და საჯაროდაც შეიძლება სადაც წესით ესე არის რომ სადაც მიაყენე შეურაცხყოფა იქვე უნდა ითხოვო პატიება მაშინ დავიწყებ ჩვენ წინ წასვლას იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს არ მივხვდით ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა ეპოქის ადამიანს შევეხე და როგორ ადამიანს ვეხებოდი და რა დროს მოგვიწია ჩვენ ცხოვრება ეს კი არის რაღაცა ვნახეთ ახლა და უყურებთ ამას მაგრამ ეს კიდევ ამის ანალიზს ერი გააკეთებს 1-10 წლის შემდეგ. ახლა კიდე ჩვენ ყველანი ემოციებში ვართ და ემოციებით ხედავთ ახლა ამ ყველაფერს და როგორც ილა ჭავჭავაძესაც ვერ მოხდრენ, ვინ მოკლეს და რა კაცი მოკლეს და ვის გამოუტანეს განაჩენი მაშინ ხო და ვისთვის შეიკრიბნენ და დაწერეს რომ ეს და მოკვდეს ამ დღეს და ჩაუსწრდნენ და მოკლეს და მაშინ არ ესმოდათ მართლა ვისყავდა როცა ილია უნება რომ ილია ვარო და მესუდა ილია რა ხომ მაგიტომ გესწრიო ილია რო ხარ მაგიტომ გესწრიო ზუსტად ესე ვესროლეთ ილიას ჩვენც ამას ეს უნდა გაიაზროს იმიტომ რომ სანამ ჩვენ არ მიხვდებით ამას რომ ჩვენ ესე მოვყალით ამდენი ადამიანი და სიმართლისთვის მართლა ჩვენთვის შენთვის თუ ადამიანის ცხოვრება და იმას რომ მოკლავს შენზე რო ზრუნავს რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკლავს უმაგას ვამბობდი რა შენ გადაცემაში ამდენჯერ მეთქავს რომ რა მნიშვნელობა პატრიარქს რითი მოკლავ ტყუით მოკლავ თუ სიტყვით მოკლავ თუ კლავთ ამ უწმინდეს როცა წარმოვიდგინე ახლა ადამიანი ახლა მაგათ მე რომ მეუბნება რომ მამაშალა შემეს ძალიან მიყვარხარ და დედა ჩემს რო აგინებს, მამა ჩემს რო აგინებს, ჩემ შულს რო აგინებს, ჩემს ძმას რო აგინებს, ჩემ დას რო აგინებს და მე შემიყვარხარ და ჩემ ოჯახს რო მიგინებს.
და როგორ გიყვარვარ ის მე ვინც მიყვარს და ვინც მე შევქმნი და რა სახლის მეავაშენე იმ სახლზე მეუნები რომ საშინადა გავს აშენებული და შენ რო აშენე იმიტომაა ეს სახლი ცუდი შენ რო ეს ადამიანი მოიყვანა აქ იმიტომაა ეს სახლი ცუდი და შენ მიყვარხარ ამას რომ მოვიდა არა და შენს გარდა ყველა საშინელებაა შენს ოჯახში და ყველა შენი წევრი საშინელებაა შენი ყველა ოჯახის წევრი არის მტრელი ქვეყანისა მარტო შენ ახარ კარგი როგორ გიყვარვარ ამას რომ მეუნები ყოველდღე ანუ რომ მეუნები რომ შენ თურმე სწორად არ ის ხო ყველა ნახე ჩვენ ვინც ავართ ეკლესიაში ყველა პატრიარქის ნაკურთხები ვართ ყველა ერთადერთი ეკლესია სადაც ესეთი ისტორიაც გონი არ გამეორდება არსად რომ ამდენი სასრულო პირი ეკლესიაში არც ერთი ადამიანი წინა პატრიარქის ნაკურთხი არ არის ყველა არის მისი უწუნდესობისგან ხელდასმული ანუ მისი ნებართვის გარეშე არც ერთი სასრულო არ მოხდარა და ეს ჩვენი შეცდომებიც პატრიარქზე გადადიოდა მე ჩვენ სულ მაგას ვამბობდით ღვთლები როცა ვიკრიბებოდით ხოლმე ჩვენი სამეგობრო ჩვენი არასწორი საქციელი პატრიარქს ვაზიანებთ ჩვენ პატრიარქი ზიანდება ქრისტეს ხო ვაზიანდება ქრისტეს მოწურებას ხო ვანადგურებთ და ჩვენი არასწორი საქციელები და მეც ძალიან ბეჭერ არასწორად მოგცეულო რაც სამღვდელო ხარის არ შეიფერება და არ არის სწორი და არ არის მართალი საქციელი და აი მადლობა გმოწმე სინამდვილის განცდა გვაქვს ყველას და მონანიების საშუალება შეგვიძლია და რაღაცა ჩვენ ახლა მე ჩემ ცხოვრებას ახლა რო უყურებ ხო კიდევ უმეტად ვფიქრობ რომ აი მაგათ მე რო დღევანდელს არ გათენდა დღევანდელს რო გამოვედი ახლა სახლდა რო გამოვედი და ვთო დაგვცადეთ პატრიარქი და გამოვდივარ სახლიდან აი წვიმდა რაღაც ისე მოგუშული ამედი იყო წვიმა იყო რაღაც და ვფიქრობ აი როგორ მამაშალვა შენ როგორ აგრძელებ დღეიდან ცხოვრებას აი შენ რა უნდა აკეთო გიყვარს ქრისტე გიყვარს პატრიარქი აი დამოკდება არ ქვია დამოკდება არ ქვია აი მაგრამ ეგეც შეგვაჩვია ბოლო წლები შეგვაჩვია რაღაც იშვიათად ხვდებოდით ისე ხშირი შეხვედრები აღარ იყო რაღაც ამასაც რაღაცა მიგვაჩვია ამასაც რაღაცა აი მამა იონებიდან გამომდინარე მამაშალვა ეგეც სასწაული იყო ეგეც საიყო არ ვიცი ეგ ჯანმრთელობის მდგომარეობაც როგორი იყო ზოგჯერ საერთოდ ვერ ლაპარაკობდა ერთხელ მახსოვს დამიბარა საპატრიარქოში რაღაცა ხდებოდა და დამიბარა არ გამიშვა იმაში ტაუკლარჯეთში მივიდიოდი უნდა წამიყვანა მრევლი ტაუკლარჯეთში და მეუფესო დაურეკე ერთ-ერთ მეუფეს დაურეკა და თხოვე რომ მეთქე ისე მივიდიოდი და მეუფე მითხრა რას მედიხარო ხო ისეთი ამბები ხდება ქალაქში აქ უნდა იყო და ადრე პატრიარქის გადადრე ლოსოკურთხევა აღებული მქონდა რომ უნდა წავსულიყავი და პატრიარქისთან ნებართვა მქონდა აღებული ამას იქ წასვლაზე და მას მეუფეს თქვარი მეუფე მეთქი პატრიარქმა უმცა მე ლოსოკურთხევი წასვლაზე მეთქი და კაი მეუფემაც აღარაფერი აღმოჩნდა კაი მაშინ რადგან ესე აკეთებ იცოდე რომ ძალიან არ იქცევიო სწორად რა მეუფემაც მითხრა და მე პატრიარქს მე მაინც დაურეკე მე დაცვას დაურეკე მე დაცვა მამა დავით ამალაპარაკე ჭინჭაროვა და ჭინჭაროვმა უთხრა უთქნო წესო და კიო წავიდეს უწმდესი მოუთხრა წავიდეს ჩემზე ესე და დილით მე რეკოს მამა დავით ჭინჭარაული ისე მე რეკოს და უწმდესმა თქვა არ წავიდესო აქ უნდა იყოს ჩვენთან და იყოს ამ დღეზე და დამიბარა საპატრიარქოში მოვიდეს ჩემთან მე საპატრიარქოში და მივედით საპატრიარქოში დიდხანს მესაუბრა იმ დღეს ძალიან ის თემებზე მესაუბრა არა ბოლო არა ამას ვიძახი 1-3-4 წლის უკანონდელს ხო და ძალიან ბევრი ამაზე გვესაუბრა რაც თუნდაც ახლა რაც ხდება ქვეყანაში მაღაზია და მითხრა რომ როგორ უნდა მოქცეულიყავი და რა უნდა მეკეთებინა და როგორ უნდა მოქცეულიყავი პოლიტიკურ ასე დაპირისპირებასაც ეხება იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეხა რაც გვაწუხებს ხო და რისიც გვეშინია რომ მითხრა რა უნდა ეკეთებინა ჩემს და ჩემს ქვეყანას და რა მხარეს უნდა ეწკის ქვეყანა და რა გზაზე უნდა ვიაროთ რომ არა ერთ რამეს ვიტყვი რომ პატრიარქმა მითხრა ეს რამე ეს ქვეყანა და ამას ხშირად ვამხოლმე ქადაგებაში ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს ერთი რამე რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სამშობლო არავის იმედზე არ უნდა ვიყოთ გარდა ჩვენი ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარულისა ერთადერთი ვინ ჩვენ გადაგვარჩევს არის დედაღვთისმშობელი დედაღვთისმშობლის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით სანამ ერი არ მივბრუნდება ღვთისაკენ ჩვენი გადარჩენა სადაც გინდა ექვეძებოთ რუსეთში, ამერიკაში, ევროპაში, ჩინეთში, ირანში, რავი თურქეთში, ინდოეთში, აფრიკაში, ნებისმიერ რავი არ აქვს ქვეყანა სად ვეძებთ ამას არცაც ჩვენი საშველი არა გარდა საქართველოს გარდა ერთმანეთს გატანისა სანამ ქართველი ერთმანეთს გატანას არ ისწავლის ეს იყო პატრიარქის აი ეს იყო პატრიარქის ჩემ სილოსოფიურ ჩემს რომ სანამ ქართველი არ გამთლიანდება და ამას არ ვისწავლეთ ვერასოდეს ვერავარ დაგვიხმარება საკუთარი თავის გარდა ეს უნდა გაიგოს ყველა ქართველმა სანამ ქართველები არ გავიგებთ ამას და არ გავიაზროთ ამას რომ აი ჩვენ არ შეიძლება მოკლად კაგი ყრმები ამ ქვეყანაში არ შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეთ არ შეიძლება ვიღაცის იმედად ვიყოთ არ შეიძლება მსგავსი იმ დღეს ჩემთანს უსვამდი კითხვას უბრალოდ აი
წარმოგიდგენთ, მამა გარდაგვეცვალა ყველას. აი მამა გარდაგვეცვალა, არ მინდა რომ პოლიტიკურ თემას საერთოდ არ მინდა საუბარი, რადგან ახლა შევეხეთ, ოდნავ შევეხები და მე თუ ამთავრებ კიდევ და არ შევეხები ამას. უბრალოდ აი ხო ჩემთვის ვამდე კითხვას, აი ხო შეიძლება და რამოდენიმე დღით შეეწყვიტათ ის უწყვეტი ის არა ქვია თუ რაღაც. აი მამა რო გარდაგეცვალოს ახლა სადმე წახვალ? სადმე დადგები? და წარმოგიდგენთ, გასვენების დღესაც კი ერთი დღე ხო შეიძლება აი იქიდან აქამდე ბაირაობა გადადეს. ბაირაობა გადადეს, წარმოიდგინე. ჩვენმაც მე შეეწყვეტათ პოლიტიკური დაპირისპირება. წარმოიდგინე, არა, პოლიტიკური დაპირისპირება, არა ის თუნდაც რუსთავაზე რო გადიან ყოველდღე. ხო შეიძლება, აი აქციებს გულისხმობ, ხო შეიძლება ეს დღეები და მე გაეგრძელებინათ. აი თქვათ რომ აი მამა დაიღუპა და ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. იყვნენ ადამიანები, ვინც დღე იყვნენ ასე საღამოს გადიოდნენ. არა, ეს არის ნახე. არა, ნახე რას ვიძახი, კარგად მინდა რომ გამეგო და ყველამ კარგად მინდა რომ გაიგო. აი როცა მამა გარდაცული ყავს და როცა ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსა წასვლა და რაღაცეები შეიძლება რომ გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლებიდან გამომდინარე და ჩვენი მამის სიყვარულის გამო. აი ამაზე დიდი არ უნდა არსებობდეს შენთვის რაღაცა, მაგრამ როდესაც რაღაცა ის აი ფიქრობ რომ სექტანტური აზროვნება უფრო რაღაცა უფრო ძალიან ისე აი მაპატიო რომ ამას ვაპარაკო, მე ეს ადამიანები ძალიან მიყვარს ყველა და ემათ იმიტომ ვეუბნები, თუნდაც რომ ესენი დაფიქრდნენ, ამიტომ იქიდან მოვიდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც იქ ყოველდღე დადიოდა. ერთი დღე არ გაუწტენია და მოვიდა მუხლების ჩამივარდა. მამო, მე ვეღარ დავდგებიო. მე მეგონაო რომ ეს დღეები მაინც შეწყდებოდა და პატრიარქის გასვენების შემდეგ დავდგებოდითო იქ. ყველა რაც კი დაიწყო პირველი დღიდან ეს იქ იყო. პირველ დღიდან იქ იყო. ერთი დღე არ გაუწტენია. ყოველ დღე მიდიოდა, როგორც სამსახური ისე ქონდა, ამდენ 400 რაღაცა დღე დადიოდა. ამანო ისე გამეტეხა გულიო. მე იქ ვეღარ დავდგებიო. ჩემთანაც ვეღარ მოდიოდა ახსარებას ეს ადამიანი. იმ დღეს იყო ჩემთან და აი ისე გამიხარდა რომ დავინახე კვირას წილვაზე რომ იყო მოსული და რომ ჩამეხუთა აი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არის, იმიტომ რომ მე მათთან დაპირისპირება შევსინ ჩემი შვილებიან და მათი უზარმაზარი სიყვარული უბრალოდ რა მინდა იცი აი თუნდაც მაშინ რო თქვი ტელევიზიაში რომ უთხარი მათაც ხო არ მინდა რომ ეს გავიაზოთ ხო ხტები აი კარგად მინდა აი კარგად მინდა ყველამ გაიგოს ხო ხტები აი კარგად მინდა გაიგო ხო ხტები აი თუ ეს არ ვისწავლ ნახე აი თუ რაღაც აი უფრო დიდისთვის არ გადავდებთ რაღაცას და რაღაცას არ შევწყვიტოთ უფრო დიდისთვის არა ფაქტია რომ აი ამ დაპირისპირებამ და მუსლიმანებისთვის ბაირამა ხო იცით რას ნიშნავს წარმოიდგინე აი მუსლიმანა და რა თქვეს წარმოიდგინე ბიჭო მამა მოგვიკვდაოდა რა დროს გვებაიმარებდა ჩვენი პატრიარქი დაიღუპა რაღა დროს ბაირამობა არის და აი საოცარ ისტორიას გავიხსენებ ახლა რადგან ამას ჩამოვარდა საუბარი მუსლიმთა თემთან დაკავშირებით კავკასიის მუფტი პატრიარქთან ძალიან მეგობრობდა და ერთხელ მახსოვს რომ დარეკა კავკასიის მუფტმა დაურეკა უწმინდეს და ეუბნება რომ თქვენ უწესებო მინდა რომ ჩემი ოჯახი ჩამოვიყვანო თქვენთანო რა რაღაცა ოჯახი მინდა მოვიყვანო თქვენთანო და უწმინდეს ესე გავგონებოდა ხო კი როგორ მოიყვანეო და გეხვეწებიო მინდა რომ დალოცო ჩემი ოჯახიო თქვენგან დალოცულებიო სუიციდურები იქნებიანო და თავის თუნო ჩამოფრინდა ერთი საათი გაატარა უწმინდესთან თავის ცოლშვილი დაალოცვინა და გეგრევ გაფრინდა აი ესეთი დამოკიდებულება ქონდა ხალხს მის უწმინდესობასთან ანუ კაც ეძახდნენ თავიანთ მოძღვარს პატრიარქ კავკასიის სულიერი მოძღვარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეძახდა მის მოძღვარს თქვენ წარმოგიდგენთ ეს აი ჩვენ კიდევ ვერ ხვდებით ეს აი რამხელა რამ ეს ამხელა შეფასება და მე აი თუ ჩვენ ამას არ გავეაზრებთ უბრალოდ აი ჩვენ თუ მე ვიცი რომ ხვალდაზე ისევ დაიწყებენ ვიღაცები ისევ სამწუხაროდ ისევ ზაგებას ვიღაცები უკვე დაწყებული აქვთ რაღაცები და მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი რაღაცა ერთადერთი რაღაცა ხონდა დავიტოვოთ რაღაცა ნიში რომელსაც არ უნდა შევეხოთ რაღაცა ხონდა გქონდეს რაღაცა სიწმინდე რომელსაც არ შევეხებით ეროვნულიდან გამომდინარე ხე ილია ჭავჭავაძე ჩვენი უდიდესი წმინდანია იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო ილია ქვეყანა ვერ გადარჩებოდა დამეჭერეთ ილიამ გადაარჩინა ეს ქვეყანა მაშინ ილიას რო არ შეექმნა ბანკი ილიას რო არ გაეკეთებინა წმინდა ილია მართლაც ილია ესე რო არ მოქცეულიყო დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით და რო არ ყოფილიყო პატრიარქი დღეს ჩვენ ძალიან პატრიარქი იყო როგორც აი ჩვენი მეხამრედი ერთხელ უწყუთხარი უწმინდეს მასთან ვიყავი კელიაში და რაღაც მე მამა თემურეს დედა ბარბარე ვიყავი და რაღაც ჩავაწვინეთ უწმინდესი ლოგინში რაღაც დავაწვინეთ რაღაც ესე და რო უყურებდა ეს დალეული სხეული უკვე ეს უკვე ძვალზე გადაკრული ეს ტყავი უკვე და უმძიმეს გონი და ძალიან ის აი ესეთი შეწუნება მქონდა შინაგანად რაღაცა და მე გაიგვეძა უწესონებით თქვენ უწესონებით აი მე ვიგძე როგორ დიდი ძალა იყო უწმინდაში და მე მივედი და უთხრა თქვენ აი თქვენ ხარ ჩვენი მეხამრედი მეთქი აი თქვენ ახარ ჩვენი ძალა მეთქი და თქვენ რო სუნთქავთ მეთქი უბრალოდ აი თქვენი სუნთქვასაც ეშმაკსაც შინია მეთქი და კიდე ვერ გვიბედავს რაღაცას მეთქი და თქვენ შემდეგ რა გვიშვილება მეთქი უბრალოდ აი ვერც არ მომედგენია მეთქი მე როგორ ვიქნები და
მე ნახეთ როგორ დაგეხმარებითო თქვენო, მე ნახეთ თქვენო, მე რას ვიზაო მე ნახეთ ჩემი დახმარება თქვენო, მაგის შემდეგ. გძნობთ უკვე აი ამ დახმარებას. აი ძალიან უნდა სასწაულს ხედავ, ახლა დღესაც ახლა ტაძარში რომ მივედი, პატარა გოგონები დახვდნენ, ბავშვები 15-14 წლის ბავშვები დახვდნენ, ეს ბავშვები მოვიდნენ მამო შეიძლება რომ არ ხარ დავიწყეთ რაღაცა მახვის დაწყება გვინდაო დღეიდან და ერთი მონება რომ მამო მე საერთოდ შეცხოვრებაში არ მახვილოდა მარტო თხევად პარასკევრო შევენახო ადამიანებში გასა სურვილი იმისა რომ ეს ადამიანები ეკლესიაში მოვიდნენ ახსარება ჩააბარონ ეზიარონ ჩემ მეგობარმა მის შვილის ნათლია ვარ და აკაკემ ჩამოგდო დღეს ვიდეო ჩემი ნათლის ვიდეო ჩამოგდო და პატარა წარმოიდგინე ბავშვი ესე და მამის ეუბნება მამიკო ისა შეხო შეგილიაო ღმერთო თხოვ და პატრიკი გააცოცხლო რაღაცა აი როგორი თხოვნები და ისაქვთ ადამიანებს და რაღაც არ ვიცი აი ჩვენი გადაცემისთვის ამომწურავი ისტორიებია მაგრამ ასე ვთქვათ მისი აი ამ საოცარი იუმორის შესახებ ბევრი გვსმენია ჩემი ფავორიტი ამ დღების გამო არ ვიცი რამდენჯერ მოვსმინე ისტორიას ნაყინის შესახებ ნუ აი მსგავსი აი ხო გეუბნებით თან ხო იცით აი სევდანარევი სიამოვნება იყო ამ ამბის მოსმენა. მსგავსი რაღაც უნდა მოგვიყვეთ ჩვენც. უამრავი რამ ერთი მახსენდება ის მე და ჩემი მეუღლე მივიდით უწმინდესთან პატრიკს დაბადების დღე იყო და დავით ბაგრაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე გვერდითეჭი და უწმინდეს და მივიდით დასავლსა მას ამაში პატრიკთან მსახურობდი სულ პატრიკთან ვიყავი მაგ პერიოდში და უსე რომ დავიჩოქეთ მე და ჩემი მეუღლე უწმინდეს ესე მიყურებს უწმინდეს და მეუღლეც გვერდით მიდგას და მე მიულს დაბადების და შენა ვინ გაგათეთ რა მეკითხება ცოლმა თუ ღლობა მოდა თქვენაც ეს ორი გამათეთ რა მეთქი ამანაც და ღლობა მეცედი და მეუღლეც რაღაც აი ოღონდ ეს როგორ და ესე მე კეთი მეუნებოდა დღეს მეუღლე მეუნდა ეს თან ისე ამომხედაო თო ისე შემომხედაო რაღაც აი რაღაც ეს აი იმდენი ზოგჯერ მომდის ეს აზრებიც არ იმდენი რაღაცა უწმინდესთან დაკავშირებით აი იმდენად აი ტკბილი იყო იმდენად ბავშვური იყო იმდენად რაღაცა აი სხვა იყო ამ ადამიანში აი იმდენად აი ვერც კი წარმოერთხელ ტრაპეზზე ზუსტად ისე ამ დიაბეტთან დაკავშირებით ეს რო ვიჭიქით ხოლმე ტრაპეზზე ხოლმე ჩვენ გვიდებდნენ ამ ნამცხრებს ხოლმე რა პატრიკს გვეცი ხო ვიჭიქით დედები შემოხვდა ნამცხრებს დაგვილაგებდნენ პატრიკს რაღაცა ეს დიაბეტურს უდებდნენ ხოლმე რა დიაბეტურ ნამცხრებს და ხო და როგორც კი გავიდოდნენ ხოლმე დედები აი როგორც კი დედები გავიდოდნენ უცებ ჩანგას წამოიღებდა შენსკა და შენ იმიდან ეს შენ თებშიდან იღებდა და ჭამდა წარმოიდგინე ამ ნამცხრას და იმას აი არ ვიცი ეს სულ ღმერთს ეუბნები აი როგორი ბედნიერი ვარ მეთქი რაღაცა მასთან ეს ამის წლები მაჩუქა ღმერთმა და ახლა უფრო რო ხვდები და ახლა რო უყურებ ამ ყველაფერს კიდე უფრო მეტად ხვდები რომ აი ამ დღეს ჩემთან ვუყურებთ რატომ მომახვედრა ღმერთს აი რა დავიმსახურე მეთქი ისეთი რომ მასთან ეს წლები გამატარებინე მეთქი აი არ ვიცი აი ღმერთო შენ მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება რაც კი შემეცოდავს და აი სულ ფიქ ვეუნები ჩემ თავს აი დღეიდან სულ აი ყოველთვის ვეუნებოდი ახლა განსაკუთრებულები რომ აი ერთ-ერთი აი არ ვიცი აი ყველა ცოდვაზე უნდა გავიმარჯვო მეთქი ბოლომდე და აი არც ერთ ცოდვას ჩემ თავში გასაქანე რომ დამიცი აი სანამ აი ბოლო ამოსულ თქვა რომ პირიდან მეთქი აი როხმე აი უნდა ვემსახურო იმ ხალხს რომელიც პატრიარქმა ესე დაგვიტოვა ჩაგვაბარა და გითხრა მღვდელებს გითხრა თქვენ ამ ხალხს უნდა მიხედოთ თქვენ ამ ხალხს სიყვარული უნდა მეიტანო და მე დავწმუნებოდი ჩემი ძმები ჩემი სულიერი ძმები მამები ზუსტად განდერძი ანუ ანდერძი რომელსაც ეძებენ ახლა პატრიარქის ეგ ანდერძია პატრიარქმა დაგვიტოვა ეს ანდერძი პატრიარქს ყველაზე დიდი ანდერძი რატოა ერთმანეთი გიყვარდეთ ეს რადგანაც დაგვიტოვა უწმინდესმა ჩვენ უნდა გვყვარდეთ ეს რაც მოხდებოდა იქ წარმოიდგინე ეს ყველაზე დიდი სიჩუმე რომელიც იყო ამ რიგებში და ყველაზე დიდი ხმაური, ანუ ყველაზე მეტად ერმა იხმაურა, მაშინ თელ სოფლიოში იხმაურა და თელ სოფლიოს უთხრა, რომ ჩვენ ესეთი ერი ვართ. აი ჩვენ ესეთი ერი ვართ. ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ შეგვიძლია საშინელი მტრობა და საშინელ ცუდად მოაქვს ადამიანს, მაგრამ შეგვიძლია საშინელი სიყვარული, აი უსაზღრო, გამოუთქმელი სიყვარული შეგვიძლია ჩვენ ეს ერი ვართ. აი ის ჩვენ ერი ვართ. ბავშვი, რომელიც პატარა ბავშვი, რომელიც ყავას და ცივწყალს ესე ალაგებდა ფანჯრიდან და ხალხს აძლევდა იქიდან, იმიტომ რომ იცოდა რომ მათ წყუროდათ. ეს ერი ვარ ჩვენ, აი სულ გვეუბნებოდნენ ჩვენ სხვა ერი ვართ. აი მე მინდა რომ ქართველმა დაიჯეროს ეს რომ ქართველო შენ სხვანაირი ადამიანი ხარ. პატრიარქი მაგას სულ გვეუბნებოდა, სულ გიქადაგებდა პატრიარქი სულ გვეუბნებოდა ჩვენ სისხლებში, ჩვენი წინაპრების სისხლით დუხს ის წმინდა ის რაღაცა ის ნაწამები და გამოფუძნობელი სისხლი და ჩვენში და ეს დაგვიტოვა უწმინდეს და ეს ანდერძიოს დატოვებული ყველას და მე ჩემს ძმებს, ჩემს სასულიერო პირებს, ყველას ვთხოვრო რაღაცა ახლა ჩვენ ყველა მაგალითი უნდა მივცეთ იმისა რომ აი ახლა ყველა გვიყურებს ჩვენ ეკლესიას გვიყურებს ახლა რომ
ჩვენ როგორ მოვიქცევით ახლა სასწროპირები ჩვენ როგორ შევასრულოთ მის ანდერძს აი ეპისკოპოსებს მღვდლებს ჩვენ განსაკუთრებით ჩვენსკენ ახლა თელი ამ ადამიანების ყურადღება რომ როგორები გაგზავნათ პატრიარქმა მადლობა მამაშალო ასე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან დიდი მადლობა დეკანონცი შალვა კეკელიავაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი 4 შაბათამდე აუცილებლად ყველა შენდობა მინდა რომ თქო არ მინდა რომ ახლა ვიღაცა ნაწყენი დარჩეს ან ეს ხარი ან ეს ხარი მინდა ისევ კარგად მინდა ყველას მინდა უთხრა რომ ისე რომ ამ ეს რაც თქვი არ მithქვამს მათი განკითხვით ესეც მინდა დავაზუსტო რა იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიღაცას გული რომ შენდობაც ხოლმე ძალიან ესეთი დიდი უნარია ყველას არ შეუძლია მეთქვა ეს არ შემეძლო იმიტომ რომ ისაც მტკივ არასოდეს ნახე არ უმალავ იმ სათქმას რაც გულში მაქვს ამიტომ ყველას წინაშე თუ ვინმე სამჩიმი სათქმელით ახლა გული ვატკინე ვიღაცას გული დავწყვიტე ვიღაცას გული ეტკინა ახლა და თუ რაღაცა ესე გამოვყარო ისინი მხარი არიან რაღაცა აი ახლაც აი ყველას პატიებას ხო და ყველა შენდობას ხო თვითონაც ეს უთხარი და თუ იმეს გონე რომ რაღაცა ახლა განკითხოთ და ერთი წამი ეხთვის წინაშე ვიძახი რომ ეს არ არის განკითხოთ არავის არ მეთქვამს მამაშალო კეკელია ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი სულ ეს იყო ამ დროისთვის გემშვიდობებით